გამარჯობა ეთერშია წიგნი პოდკასტზე. მე კი მის წამყვანი ლევან კურცხალი ვარ. პოდკასტის პარტნიორია გამოცემულ ლურჯი ოკეანე და პროექტს ახორციელებს რადიო ჯიბა. პოდკასტის მე-13 ეპიზოდში განვიხილავთ საკმაოდ აქტუალურ თემას, ლიდერობა და გუნდების მართვა, რაც ორგანიზაციების ფუნქციონირების ქვაკუთხედია. ამ მხრივ კი დავეყრდნობით რობერტ ანდერსონის და უილიამ ადამსის წიგნს ლიდერობის მანიფესტი. ამ თემაზე სასაუბროდ პოდკასტში გვეწვია ბატონი პაატა პაპავა, განათლების ექსპერტი, მრავალწლიანი გამოცდილებით ასოცირებული პროფესორი, ტრენერი, კომპანია TeamBot-ის დამფუძნებელი, რომელიც ორგანიზაციებს ეხმარება გუნდური ეფექტიანობის, კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის მიმართულებით და ბატონი პაატა ასევე არის აზროვნების აკადემიის სკოლის ხელმძღვანელი. პაატა, გამარჯობა და მადლობა რომ მოხვედით პოდკასტში. მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ მომიწვიეთ. პაატა, ზოგადად ლიდერობას ძალიან ბევრს საუბრობენ. თუ როგორ უნდა იყვნენ ლიდერები ეფექტური, როგორ უნდა შეუწყონ ხელი ეფექტური, ასე ვთქვათ, გუნდების ფორმირებას და მათი მართვით როგორ მიაღწიონ დასახულ მიზნებს. მაგრამ იშვიათად ვსვავ თავარ კითხვას, რა თვისებები და უნარები აქცევს კონკრეტულ ადამიანებს ეფექტურ ლიდერებად და რა განასხვავებს მათ დანარჩენი გუნდის წევრებისგან. თქვენ როგორ ფიქრობთ? რა არის ეს უნარები? მნიშვნელოვანი შეკითხვა ძალიან და ეს არის საკითხი, რომელმაც უკვე საკმაოდ დიდი გზა გამოიარა, თქვათ, ისტორიულ ჭრილში თუ შევხედავთ, პრინციპში კაცობრიობის ისტორიაში ლიდერობა არის როდის დაიწყო ძნელი სათქმელია, ხო, შეიძლება ეს არის, ძალიან საწყისებში წავიდეთ, როცა ადამიანებმა დაიწყეს, ხო, გუნდური ცხოვრება. და საჭირო გახდა ვიღაც, ვისაც აქვს კონცენტრირებული ძალაუფლება. საჭირო გახდა ცნობიერების რაღაც ახალი იმგვარი ფორმატი, რომელიც გუნდურ ძალისხმევას წარმართავდა, რაღაც კალათბურთში ჩასვამდა, რაღაც მიზნისკენ ორიენტირებულს გახდი და ფართო დიაპაზონს შეძენდა. ანუ ის, რაც პრინციპში დღეს არის აქტუალური ლიდერობაში, დარწმუნებული ვარ, აქტუალური იყო, აი იმ კაცობრიობის გარიჟრაზე, როცა ადამიანები სწავლობდნენ გუნდურად მიზნების მიღწევას. რაც შეეხება იმას, თუ რა დაემატა ამ ამბავს, ხო, აი რაღაცა უძველესი ტომი რო შევატაროთ, რომელიც, ვთქვათ, სავანაში თავის გზას იკვლევდა და იმკვიდრებდა თავს, ან გნებავთ, აქეთ ჩვენკენ სოფლის სხვა მხარეს. ხო, რა დაემატა? შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს 21 საუკუნეში ლიდერობის და გუნდთან მუშაობის კომპეტენციებში გვაქვს გარკვეული ცვლილებები, ახალი კომპეტენციები, მათ შორის ყველაზე პირველს გამოყოფდი კოუჩინგის კომპეტენციას. დღეს მე შემიძლია ესე უკვე საკმაო გამოცდილებით, ბევრი რეფლექსიით, ბევრი პრაქტიკული მცდელობის საფუძველზე გითხრათ, რომ კოუჩინგი არის ის ლიდერი როგორც კოუჩი, ანუ კოუჩინგი შესული ლიდერის როლში, როგორც პიროვნული განვითარების იმ საფეხურზე მდგომი ადამიანი, რომელიც კოუჩინგის ტექნიკებს კი არა, კოუჩინგის მიდგომებს იყენებს გუნდის განვითარებაში და სისტემური პრობლემების გადაწყვეტაში, ანუ ახალ გადაწყვეტებამდე, სისტემურ და ფართო გადაწყვეტებამდე გუნდთან ერთად მიდის წინ. შემიძლია ვთქვა, რომ კოუჩინგს აქვს უზარმაზარი გავლენა. მე ვიცი, რომ ეს სიტყვა ყურს ჭრის, მე ვიცი, რომ ამ სიტყვას არ წყალობენ, ხო, სხვადასხვა მხრიდან არ წყალობენ ფილოლოგები, იმიტომ რომ ხო, რა ბარბარიზმად მიიჩნევა, არ წყალობენ სხვა შორის ფსიქოლოგები, იმიტომ რომ რაღაც ესეთი არა ყველას არ გულისხმობ, რა თქმა უნდა, მაგრამ ფსიქოლოგების წრეშიც გამიგონია ესეთი სკეპტიკური, ან ცინიკური, ირონიული დამოკიდებულებები კოუჩინგის მიმართ, ეს უფრო პროფესიონალის მხრიდან ვამბობ. და რა თქმა უნდა, კოუჩინგს აქვს თავისი სუსტი მხარეებიც, მაგრამ მოდი თქვათ ესე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩემს თეზისს და ძალიან მყარ თეზისს გავიმეორებ ამას, როგორც ადამიანი, რომელსაც გამოსცადა ეს ყველაფერი და უკვე რაღაც თავის განზოგადებები აქვს და თავისი მიდგომებიც აქვს შემუშავებული გუნდთან ურთიერთობაში. კოუჩინგი არის ის, რაც დაგვემატა. გარდა იმისა, რაც ჩვეულებრივად იყო, ხო, თქვათ, საქმის ორგანიზება, ადამიანების, თქვათ, მობილიზება, ხო, საუკუნიდან საუკუნემდე, ათასწლეულიდან ათასწლეულამდე ლიდერობა ამას მოიცავდა და ხელმძღვანელობა და მართვა ადამიანების ამ ყველაფერს მოიცავდა. კონტროლის მექანიზმები, მონიტორინგი, ხო, თქვათ, შეფასება
დაჟჯაც ახალისება ეს ყველაფერი იყო ოდიდგანვე ადამიანთა მართვის ასე ვთქვათ ინსტრუმენტარიუმში, მაგრამ ის რაც დაგვემატა, იყო მენტორინგი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, სხვა შორის ახალს უმთქვას იძენს დღეს მენტორინგის მიდგომები და პრაქტიკები, კოუჩინგთან შეზავებული ვერსიები ჩნდება ძალიან საინტერესო და მე თვითონაც ვიყენებ. ამ ყველაფერს შეგვიძლია ვთქვათ, მაინც მიდივართ იქამდე, რომ აი ლიდერი კოუჩი არის დღეს მგონია რომ ყველაზე ისეთ მოწინავე კომპეტენციების მქონე ადამიანი, რომელიც მართლაც წინ იყურება და გუნდს უქმნის განვითარების ფანჯარას, რომელშიც გუნდი მართლაც ვითარდება. იზრდება. წიგნის ავტორები დასაწყისში ამბობენ, რომ ნამდვილი ლიდერობა გამოწვეულია უფრო მეტად შიდა ფაქტორებისგან, ვიდრე გარე ფაქტორებისგან. თუმცა არ უარყოფს გარე ფაქტორების, ასე ვთქვათ, როლს ლიდერის ჩამოყალიბების ნაწილში. აქედან გამომდინარე დავსვავ ყველაზე აქტუალურ კითხვას, რასაც ხშირად ვსვათ ხოლმე, მე მგონი, როდესაც ყველას გვიმსჯელია, თქვენი აზრით ლიდერებად იბადებიან თუ შემდეგ ყალიბდებიან? ხო, ნუ ესე არის ერთ-ერთი ისეთ კლასიკური საკითხია. არა, ამ თეორიასა და პრაქტიკაში ლიდერობას რაც შეეხება და ეს არის შეკითხვა, რომელზე პასუხიც მე თუ მკითხოთ არ არსებობს უბრალოდ, ჯერჯერობით არ არსებობს. შეიძლება პროცესმა ჩამოაყალიბოს, ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა შეგვიძლია რომ ამავე წიგნში, ამ არაჩვეულებრივ წიგნში, სრულიად არაჩვეულებრივ წიგნში, ხო, ამას გაუსვამ ხაზს და მადლობა რომ ამ წიგნზე მომიწვიეთ. სასაუბროდ სწორედ ეს შევარჩიეთ და მართლაც აგერ ბარათის მე წამოვიღე ჩემი ვერსია, თქვენ აქ გაქვთ თქვენი ეგზემპლარი და მე მაქვს ის ეგზემპლარი, რომლითაც მე წარვადგინე ეს წიგნი თავის დროზე აუდიტორიას, როცა პირველად გააცნო ლურჯ მოუკეანემ ეს წიგნი, მეც ვიყავი წარდგენთა ჯგუფში და აი ის მონიშნები და მთელი ამბებია აქ, ესე იგი მინდვრებზე და მინდვრებს შორის და სტრიქონებს მიღმაც, ხო, ესე იგი ძრომიალი თავიდან და აქ იყო ბარათი ესეთი, ბატონო პატა, იმედი მაქვს ისიამოვნებთ, მადლობა თანამშრომლობისთვის. ლურჯი ოკეანე. ესეთი ბარათი აღმოჩნდა, რომ ისევ არის ეს ბარათი ამ წიგნში და დიახ, ვადასტურებ, რომ არა თუ ვისიამოვნე, ეს არის ერთ-ერთი ისეთი საეტაპო წიგნია, მე ვიტყოდი ამ თემაზე. მინიმუმ 21 საუკუნის პირველი ნახევრისთვის სრულიად ესეთი რელევანტური და დამყვალიანებელი, მე ვიტყოდი. ძალიან ძლიერი ნამუშევარია. მადლობა ავტორებს. და მთარგმნელებს, რა თქმა უნდა, და რედაქტორებს ამ წიგნის, იმიტომ რომ კარგია რომ ქართულ ენაზე არის ხელმისაწვდომი, ბევრ ადამიანს ურჩია ამ წიგნის საკითხვა და მართლაც ნაწილმა წაიკითხა და მადლობაც მივიღე ამის გამო. პრაქტიკოს ლიდერებს, მენეჯერებს ურჩევ პირველ რიგში წაიკითხონ ეს წიგნი. დღეს მეტიც ვიტყვი უფრო კონკრეტული შეიძლება ადგილებიც კი ვთქვათ, რომელიც თუ მთლიანად ეხა არ არის რამდენიმე ასეული გვერდია და ამ ისეთ დროში, როცა ვერ ვიცლით დიდი ტექსტებისთვის, შემიძლია ისიც კი ვთქვათ, აი რომელი მონაკვეთი არ უნდა გაუშვათ ხელიდან. უბრალოდ ერთხელ მაინც ნახოთ რა არის ამ წიგნში. ეხლა მიუბრუნდეთ საკითხს ლიდერებად. ამ წიგნში არის პასუხი ამ შეკითხვაზე. ჩემი პასუხი იქნებოდა ძირითადად გამომუშავებადია. რა თქმა უნდა არის წინარე მონაცემები, არსებობს რა თქმა უნდა არსებობს და ვიტყვი პირდაპირ. შეიძლება გარეგნულიც კი იყოს ეს წინარე მონაცემები და ამაზეც კვლევები არსებობს. ეხლა მე აქ მხოლოდ ჩემს მოსაზრებებს არ ვიტყვი და თუ კი მხოლოდ ჩემი იქნება ამასაც ვიტყვი, რომ ჩემი მოსაზრებაა, მაგრამ ამაზე კვლევებიც არსებობს, შეგვიძლია ვნახოთ, რომ გარეგნულ ფაქტორებსაც კი სიმაღლესაც კი აქვს გავლენა. ისე რაღაც კორელაციები არის აქ, ხო? იმიტომ რომ ის ქარიზმა შემთხვევითი მოვლენა არ არის. იმას აქვს თავისი სტრუქტურა, თავისი მოკეთ არქიტექტურა აქვს იმ ქარიზმას. და ამიტომ რადგანაც სქემა და კორელაციები არსებობს, ხო, რაც ცვლადები აქვს ამ წინარე მონაცემებს, ასე ვთქვათ, დიახ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კი. ეხლა თუ ჩვენ ვიკითხავთ მეორე შეკითხვას, უფრო სერიოზულ შეკითხვას დავსვამთ, რომ საკმარისია თუ არა, ანუ შეიძლება თუ არა ლიდერი გალიდერდეს პროცესში ჩამოყალიბდეს და მართლაც დიდ რეზულტატებზე გავიდეს. ის ლიდერობა გასაგებია, რომ ხო, ეს არის შიდა და გარე ფაქტორები და თუ ჩვენ ახლა იმასაც ვიტყვით, რომ რეზულტატი რა არის, ხო, ესე იგი მისი მოღვაწეობის და ნაყოფი, რა ნაყოფს ისხავს ლიდერის მოღვაწეობა, აქ პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ გამომუშავებადი ფაქტორებზეა დამოკიდებული. ანუ შეგვიძლია პროცენტებზეც კი ვილაპარაკოთ, აქ მართლაც ხა სუბიექტური ვიქნები და ჩემი დაკვირვებით, ერთი რომ მე თვითონ მაქვს ლიდერის პოზიცია დიდი ხანია უკვე, სტუდენტი ვიყავი, ახლა პირდაპირ ვიკითხეთ, ეზოშიც ვიყავი ლიდერი. ბავშვობის დროს, ხო, როცა თამაშობდით იქ რაღაც ინდიელობანას ან
რაღაცა სხვა თამაშებს ბევრთან რაღაც ხუთქაობანას იყო თუ რაღაცა ხო 1000 კარგი თამაშები ქონდა სამწუხაროდ ქრება ნელ-ნელა ჩვენი კულტურიდან ეს თამაშები რომლებიც მართლა ლიდერობას გვასწავლიდა თავის დროზე და აი იმ უნარების გამომუშავებაში გვეხმარებოდა რომლებიც ალბათ ადრე სავანაში საფრთხეებიდან შეჭიდების დროს იმუშავებდნენ ადამიანები ხო ესე იგი ამ კულტურაში შემიძლია თქვა რომ აი ბავშვობიდან კი როგორ არა მირჩევდნენ ხოლმე ლიდერად ინიციატორი ტიპი ვიყავი რაღაც შემოქმედებითი იდეები მიჩნდებოდა სულ რაღაც ახალი რაღაც ახალი თამაშის მოსინჯვის ინიციატორი ვიყავი ხშირად მაგალითად და ეს ყველაფერი არის ლიდერობასთან კავშირში რა თქმა უნდა ახლა ისევ ამ წიგნს თუ მოუბრუნდებით დიახ და იმედია ვისაუბრებთ ჩვენ ამაზე რომ იქ ორი მთავარი ერთი დიდი ხიდია ასე ვთქვათ ნამდვილ ლიდერობამდე და იმ ხიდზე გადასვლა ძალიან ძნელია მართალია მაგრამ წინარე მონაცემები არსებობს ვადასტურებ ჩემი საკუთარი ცხოვრებიდან შემიძლია დაგიდასტუროთ და მახსოვს ხო კლასში მე წლების განმავლობაში ვუყურებდით სადღაც მეტი იყო ლიდერობა სადღაც ნაკლები იყო ლიდერობა და მეც მომიწიას ძირითადად ლიდერის პოზიციაში მენეჯერი ვიყავი ხან პროექტის ხან ორგანიზაციის და ასე შემდეგ შემიძლია კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ რომ ეს არის სწავლა ხანგრძლივი სწავლის და საკმაოდ ესეთ კომპლექსური და მწარე ზრდისა და განვითარების აი ძალისხმევებით, მწვავე ძალისხმევებით სავსე პროცესია. და ძალიან კარგი ის არის რომ ეხლა უკვე როგორც ტრენერი, როგორც ლექტორი აქ ჯიპაშიც ვასწავლი ხო ამ საგანს მოდულის სახითაც და წელს უკვე მოვსინჯეთ სასერტიფიკატო უფრო ხანგრძლივი 7 მოდულიანი თუ 8 მოდულიანი პროგრამა გავაკეთეთ და მგონია რომ საკმაოდ წარმატებითაც სწავლადია. როცა მე ვუყურებ ხო ამ ტრენინგის მონაწილეების იქნება თუ ჩვენი გასვლითი ღონისძიებების ახლა თიმბოუთი ძირითადად ამით მუშაობთ ხო თქვა რამდენიმე თვიანი პროგრამები როცა გვაქვს და ძირითადად ისინი სწორედ ლიდერობაში დაოსტატებას ემსახურება ძირითადად და იმგვარი გუნდების ფორმირებას რომლებსაც შეუძლიათ გაბედულად დაისახონ სერიოზული მიზნები დადონ პირობა და შეთანხმება რომ ჩვენ მივაღწევთ ამას ეს არის ლიდერობა სინამდვილეში და თან გააკეთონ ეს ერთობლივი კოლექტიური ფორმატით ამაზე ამ წიგნში სწორედ ერთ-ერთი დიდი მსხვილი თეზისი ამ წიგნის ძლიერი თეზისი ძალიან არის ეს რომ ეს არის სწორედ ლიდერს რაც შეუძლია სინამდვილეში რომ შექმნას ეს ხო ესე იგი ჯგუფური ინტელექტი საფუძველი ჩაუღაროს ეს არის ნახეთ ორი რამე შემოვიტანოთ ეს არის და სრულად ვეთანხმები ისევ ამ წიგნიდან ამოვალ დავამატებ უბრალოდ საკუთარ გამოცდილებასაც და სხვა ლიტერატურიდანაც შეგვიძლია მოვიშველიოთ ბევრი რამე კიდევ დამატებით ეს არის წინარე პირობებზე დაფუძნებული ზრდის განვითარების პიროვნული განვითარების საკუთარი თავის წვრთნის საკუთარ თავთან მუშაობის მუდმივი რეფლექსიის და ამავდროულად ვარჯიშის საგანი ცით როგორ ესე იგი ორი რამე შეგვიძლია ვთქვათ ვარჯიშობაც სჭირდება აი ვარჯიშობა ესე ცოტა ძველებურად რო ვთქვათ მზადება ამისთვის ისე ვიტყვი როგორც კუთხურის ჩაწოდებაში უნდა ივარჯიშო თუ გინდა რომ ვთქვათ ხო მარცხენა თავდამსხმელად ძლიერ ოსტატ მარცხენა თავდამსხმელად ჩამოყალიბდე მაგალითად ხო იქ კუთხურში უნდა ივარჯიშო ლიდერობაშიც არის სავარჯიშოები უკუკავშირში უნდა ივარჯიშო უკუკავშირის გაცემასა და მიღებაში უნდა ივარჯიშო არ გამოვა სხვანაირად გაცემაშიც და მიღებაშიც უნდა ივარჯიშო ხო ინკლუზიური დიალოგის შექმნაში უნდა ივარჯიშო გავარჯიშებადია ეს უნარი სხვა ინტერესთა ჯგუფები რო შეკრა დიახ კონსენსუსის კონფლიქტურ თქვათ ძალიან ესეთ არასახარბიელო გაუგებრობა როცა არის გუნდში კონსტრუქციულ კალაპოტში გადმოსმის და კონსტრუქციულ შეთანხმებამდე მისვლაში ვარჯიში შესაძლებელია შესაძლებელი არსებობს და აგერ ვარ და ვავარჯიშებდა ხო გამოსვლის ტექნიკები რაღაც ხო იქ ორატორული ტექნიკები გავარჯიშებადია კი ბატონო და იცით როგორ არის მე ესენი ედები ერთმანეთს რო ედება იქნება გავდივართ უკვე იმ შრეზე სადაც იდენტობა მსოფლ მხედველობა გუნდ მხედველობა ეხლა შემომექმნა ეს სიტყვა
იცვლება, ხო? აი ეს reframing-ს რო უძახიან, გუნდს უკვე სხვანაირად უყურებ, თითოეულ ინდივიდს სხვანაირად აღიქვამ, თითოეულ მათგანთან განწყობის და ამინდის და კლიმატის შექმნის რაღაც ახალი აკორდები ჩნდება შენ ცნობიერებაში და აი უკვე გადადიხარ სწორედ იმ ხიდს უახლოვდები, რომელზე გადასვლაც ზოგს გამოსდის, თუმცა წიგნი ამბობს, რომ სამწუხაროდ არც ისე ბევრს. ყველას არა. კი. კიდევ ერთ საინტერესო, ასე ვთქვათ, დისკუსია წიგნში, რამდენად აუცილებელია ლიდერისთვის დაუპირისპირდეს საკუთარ შიშებს და შეზღუდვებს, სანამ სხვების მართვას დაიწყებს. ამ წიგნშიც არის მოყვანილი მითოლოგიური თემები, მე ძალიან მიყვარს ისტორიულ ჭრილში დანახვა ამა თუ იმ საკითხის, როგორ ვითარდებოდა კაცობრიობის განვითარებასთან ერთად, რა ფორმებს იძენდა, რა სახეცვლილებები ჩნდებოდა ამა თუ იმ საკითხში. გნებავთ ეს რა ტენდენციები და მოდური მიმართულებები ჩნდებოდა და რატომ ჩნდებოდა ეს ყველაფერი, ხო? რა იწნეხებოდა, მაგრამ მე დაგუბებული და ვულკანივით უკან ბრუნდებოდა. ლიდერობას აქვს ხადია ეს ყველაფერი, ხო, ეს გამოცდილებები. გუნდურ დინამიკას, გუნდურ ფუნქციონირებას თუ დისფუნქციებს თავის ისტორია აქვს, რა თქმა უნდა. და კარგი ის არის, რომ კვლევის საგანია. ძალიან აქტიური კვლევის საგანია მთელი მე-20 საუკუნე პრინციპში. იქამდეც ჩაისახა სერიოზული კვლევები ამ მიმართულებით, მაგრამ დღეს უკვე სერიოზული ინსტრუმენტებით აღჭურვილი დარგია, ცალკე დარგია მეცნიერების. ამიტომ მეტის რამდენიმე მეცნიერება, ხო, რამდენიმე მეცნიერების მიჯნაზე ვუღრმავდებით თეორიასა და პრაქტიკას. რაღაც მოდელებს და ასე შემდეგ, ხო, ეგრეთ წოდებულ ფრეიმვორკებს. და ეს თემა არის, მოდი ჩავთვალოთ პირდაპირ, რომ ეს არის თავარი საკითხი. საკუთარ შიშებთან მისვლის გარეშე აი სწორედ იმ დიდხიძე გადასვლა არ გამოდის, არ არის ადვილი, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ვიცით, ბევრი პრინციპში კაცობრიობის ისტორიაში ყველა დიდი მოძღვრება თუ სწავლება საბოლოოდ მინდის აქამდე. აქ შეიძლება სიკვდილის შიშიც კი შემოვიტანოთ. ეგზისტენციალური. აი ეს ყველაზე ღრმა და ყველაზე ესეთი, ხო? ასეთ გველეშაპიც შემოვიყვანოთ, იმიტომ რომ ამას ვერ ავწდებით. შეუძლებელია ამას ავწდეთ. ყველა ლიდერული თეორია თუ სწავლება თუ მოძღვრება თუ პრაქტიკა აქამდე დადის. საბოლოოდ შედის ამ ოთახში. ამ ოთახში შედის სტოიკოსები შეგვიძლია გავიხსენოთ. აი ყველა დიდი ფილოსოფოსი, ნიჩე შეგვიძლია გავიხსენოთ, ყველა შეგვიძლია და ბოლოს აი კემბელი, რომელიც დღეს ასეთი ტრენდული და მოდურია, ხო? და შემთხვევითი არ არის ეს ამბავი. დანტე შეგვიძლია გავიხსენოთ, ყველგან მივდივართ მაინც იქამდე, რომ ჯოჯოხეთში მოგზაურობა აუცილებელია. მით უმეტეს ლიდერისთვის, მით უმეტეს იმ ადამიანისთვის, რომელიც რაც ახალი სიკეთისა თუ ბედნიერების შექმნაზე აცხადებს პრეტენზიას და მეტიც პირობას დებს, აღთქმას დებს. ახლა რა ვიცი, ძველი აღთქმის პარადიგმებთანაც შეგვიძლია მივიდეს. ანუ ამხელა განაცხადს, აი უდიდეს განაცხადს აკეთებს, რომ სხვა შორის პატარა ორგანიზაციასაც ეხება, ეს ისევე როგორც რაღაც მსხვილ კონგლომერატებს, ან რაღაც მეგა ორგანიზაციებს. არა აქვს ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა. 10 ადამიანი, ხო, იღებს რაღაცას თავის თავზე თუ 10,000. თემა არ იცვლება. თემა არის, რომ ჩვენ რაღაც კარგს ვანიჭებთ სპეციალურ მნიშვნელობას, ხო, გამოვყოფთ და ვაპრიორიტეტებთ რაღაც სიკეთეს და ამ სიკეთეს მსახურებაში აღთქმით მივდივართ. რაოდენ ახლა ისეც არ უნდა შევხედოთ, ხო, რაღაცნაირად, თქვათ, იმ რელიგიურ კონოტაციას ამ საუბრის ვერ გავექცევით ამ ამბავს, იმიტომ რომ ეს არის იდეა, სინამდვილეში იდეათა სამყაროში ხდება ეს ამბავი და ძალიან მიხარი. ამ წიგნში ყველაზე მეტად ეს მომეწონა გულსხმელად რო გითხრათ, რომ ეს არის წიგნი რაღაც ტექნიკების შესახებ რა. ხო, ისევ მკუთხურის ჩაწოდების წიგნი არ არის ეს. თუმცა ასეთ წიგნიც ბევრი არსებობს და იმას თავისი ადგილი აქვს. ამ წიგნში ყველაზე მომხიბლავი რაც იყო ჩემთვის, იყო As a Man Thinketh, როცა ერთ-ერთ თავში აქ ჩამოთვლილია სხვა წიგნებიც.
ერთი რო ავტორებისგან მართლა კარგი ის არის ჟესტია, ეს რო სხვა წიგნებს ხო ეს არ არის უბრალოდ რეფერენსები ბოლოში. არა, აი შუაში კითხულობ და უცებ აწყდები ესე იგი სხვა ავტორების იმას. ერთ-ერთი უზარმაზარი გავლენა ჩემზე წიგნმა, რაც As a Man Thinketh ქართულად არც ვიცი როგორ თარგმნო, რასაც კაცი გაიფიქრებს, რაღაც ესე შეგვიძლია, ესე პირობითად ძალიან ახლა არა მაქვს პრეტენზია ამ რაღაც ესე დახოცილ თარგმანზე, მაგრამ ჩემთვის ასე ითარგმნა. ეს წიგნი ინგლისურ ენაზე მაჩუკა ერთმა კარგმა ლიდერმა, ერთი კარგი ჟურნალის გამომცემელმა კოლეგამ დავახლოვდით ერთ-ერთ კონფერენციაზე, დიდ საერთაშორისო კონგრესზე და იქ გადმომცა წარწერით ეს სრულიად არაჩვეულებრივი წიგნი, რომელიც სინამდვილეში აქაც არის მოკლედ თეზისად რეზუმირებული, რასაც დასთეს იმას მოიმკი. მე ცოტათი წავამატე, ჩემთვის იყო რასაც დასთეს ცნობიერში, მას მოიმკი ყოფიერში. ხო და სინამდვილეში ამით მიყვარს ეს წიგნი, მართალი გითხრათ. ეს წიგნი ყველა თავში იმეორებს რა, უბრუნდება თავარ თეზის, რომ თავარი არის იდეის ხედვა. ანუ ის რაც სინამდვილეში აკეთებს ამ ყველაფერს. ხედვას და მსახურებას. რა თქმა უნდა, მსახურება. ის რაც სინამდვილეში ამ ყველაფერს აკეთებს, სანამ ხელის ქავილამდე მივა, ხო? აი, ხელები მეკავება რაღაც გაკეთება რომ მოგინდება ადამიანს, ხო? გვაქვს ქართველებს ესეთი ფრაზა. სანამ ხელები აგეკავება, სინამდვილეში სხვაგან იწყება ეს ყველაფერი და ამ წიგნში ეს კარგად არის ძალიან გაშიფრული. იწყება სოფლახკმაში, იწყება საკუთარი იდენტობის ძიებაში, იწყება გნებავთ შიშებთან ლაპარაკში. სადღაც სხვაგან იწყება რა ეს ყველაფერი და კარგი რომ გვაბრუნებს ეს წიგნი გაბედულად იმისკენ, ხო? და შემოაქვს მართლაც რა, აი ძალიან სერიოზული რამეები. გვახედებს ლიდერობის ისეთ კუნჭულებში, სადაც არ არის ადვილი შესვლა და მე გამოსვლა იქიდან. და შიშებს ეხება ეს, ანუ ცოტა გრძელი ის გამომივიდა, შემოულა, მაგრამ მოდი ვთქვათ პირდაპირ, როგორც ზღაპრის, მითის, მოთხრობის, ლეგენდის, რა ვიცი, ეპოსის, სცენის, ფილმის, ცოცხალი ადამიანი, ნებისმიერ ადამიანს ღირებული, რაღაც ფასეულის, რაღაც განძეულის აღმოსაცენებლად ან წუთის სოფელში მოსატანად სჭირდება შიშებთან არა გამკლავება, არამედ დადგომა შიშებთან. აი მოთახში შესვლა რა, მოდი ესე ვთქვათ. და საკუთარის დანახვა ძალიან აბსტრაქტულიც რო არ გამოგვივიდეს, ხო? აი გამომიცდია. ნუ აი მართლა ჯოჯოხეთი იყო, როცა პირველად ვთქვათ ამერიკის შეერთებულ შტატებში 52 სართულზე უზარმაზარ საკონფერენციო დარბაზში, უზარმაზარ აუდიტორიაში ინგლისურ ენაზე საქართველოში წიგნიერების განვითარებაზე რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მეთქვა. და უნდა მეთქვა რაღაც ისეთი, რაც იქ აი მეგა პროფესიონალებში რეზონანსს მოიტანდა, ხო? რაღაც რელვას შემოიტანდა და რაღაც ტალღებს ააგორებდა. და ინტერესს და ცნობის მოყვარეობას დაბადებდა. რაღაც დასკვნებამდე მივიდოდა, მეტიც გრანტებს გამოაყოფინებდა მერე საქართველოსთვის. და ეს იყო, იცით რა იყო ესა? კი, ეს იყო შეჭიდება, რა ვიცი, აი იაკობი რომ ანგელოზში შეეჭიდა. ესე იგი შეჭიდება იყო ეს, ძალისხმევა იყო ეს რა, რომელიც იყო, კი, სტრესული რო თქვა, ძალიან მსუბუქად გამომივა. ეს იყო, კი, რა ვიცი, ჯოჯოხეთი იყო. ხო, უნდა გადავახო რა, ძალიან. მაგრამ გადასალახი იყო და წამოვიდა, მოხვა ამას განძები, ნამდვილი. და განძი ხო არ არის განძი თუ იოლად მოკრიფე ხეზე. განძი რო ხეზე ფოთოლი, ესე განძი რო იოლად იკრიფებოდეს ხეზე, არავითარ შიშებთან მაშინ მუშაობა აღარ იქნებოდა საჭირო. კი. განძი იქიბადება, სადაც და მნიშვნელობა მიყვარს ძალიან ეს სიტყვა, ხო? ესე იგი ის რაც მნიშვნელობის მატარებელია. კი. მნიშვნელ, ხო? ესე რაც ისეთია, რასაც არ გაუაყავლი იოლად, რასაც ადამიანები ესწრაფვიან და ეწაფებიან და სიკეთით იყენებენ. რაც არ უნდა იყოს, რასაც არ უნდა ვაწარმოებდეთ, ან რასაც არ უნდა ვემსახურებოდეთ.
განზიოლად არ უნდა იკრიფებოდეს. გრაფ მონტე-კრისტოს მაგალითი მახსენდება, რამდენი ტაიმჯვრის შემდეგ. მე აქ ფასი მგანც, ხო, როგორც უამრავი მაგალითი საქართველოს ისტორიიდან, ნებისმიერი კულტურიდან, ნებისმიერი ცივილიზაციის ისტორიიდან, უამრავი მაგალითი. უამრავი შეგვიძლია მოვიყვანოთ, როცა აი ამ წიგნში აღწერილ ძალიან სწორ ციკლამდე დაიყვანება ყველაფერი. ის ცხადია კემბელის ციკლთანაც შეგვიძლია გადავიდეთ და კიდევ სხვა იმასთან, ხო? ყველა კულტურა იმეორებს ამ ციკლს თავისებურად. ამას იმეორებს დასავლური, აღმოსავლური და აქედან მოდის უნივერსალური. ავტორები ასევე ხას უზავენ თვითშეგნებასა და რეფლექსიასაც, ხო, როგორც წარმატების საწყის წერტილებს. თქვენთვის რა გზებით ვითარდება ეს პროცესები ყოველდღიურ ცხოვრებაში? მე ვარ ბედნიერი ადამიანი, იმიტომ რომ ჩემი კარიერა დაიწყო ვიტყოდი, რომ დაიწყო კრიტიკული აზროვნების პროგრამით. თლიანად, აი ჩემი ახლა უკვე იდენტობაც შემიძლია გითხრათ და ის რისი კეთებაც მიყვარს კიდეც და რისი კეთებაც მე მნიშვნელოვნება და განზად ვუყურებ, რეფლექსიას უკავშირდება სწორედ. ანუ მე ვარ ადამიანი, რომელიც მართლაც იყო იმ მოძრაობის სათავეებთან, სხვა ადამიანებთან ერთად, რა თქმა უნდა. ბატონ შალვადუნდუასთან ერთად, მე ხო რაღაცა ესტაფეტებით გადმოვიდა ეს, მაგრამ აი ამ კრიტიკული აზროვნების პროგრამას, კითხვა და წერა კრიტიკული აზროვნებისთვის. ასე ერქვა, Reading and Writing for Critical Thinking. დიდი საერთაშორისო პროექტი იყო, დიდი, მსხვილი. მე ჯილდოებიც დაიმსახურა სხვა შორის. რამდენიმე საინტერესო ადამიანმა, რამდენიმე კოლეგამ წამოიწყო ეს უზარმაზარი მოძრაობა, მაშინ როცა პოსტსაბჭოთა სივრცეში აი მართლაც ხელში გვეფშვნებოდა ყველაფერი და რაღაც აგრესიის მორევში ვიყავით გასულები. აი იქ მაშინ მართლაც იყო ძალიან საჭირო დროს, ძალიან საჭირო ადგილას დაიწყო ეს პროექტი. ჯერ სკოლებისთვის, მე უნივერსიტეტების დონეზე გადავედით და კრიტიკული აზროვნება, ხო, როგორც ფასეული ფენომენი და პრაქტიკა. პირველ რიგში თუ რამეს ეფუძნება, რეფლექსიას ეფუძნება. ხო? ესე იგი რა საღი რეფლექსიის და ჩვენ ვიყავით ადამიანები, რომლებიც აი მასწავლებლებთან ტრენინგებზე, უშუალოდ მოსწავლეებთან, ბანაკებში, მე სტუდენტებთან, აუდიტორიებში ძალიან აქტიურად ტრენინგებზე, მე ორგანიზაციებში გადავედით. აქტიურად ვნერგავდით და დღესაც გულწრფელად რო გითხრათ, სიტყვა რეფლექსია ჩემი ტრენინგის, არ ვიცი, აი განუყოფელი ნაწილია. რამე თუ და რატომ? არ გვაქვს სხვა სერიოზული მოდი ესე ვთქვათ, მეთოდი ან რაღაც ილეთების კრებული, რომლითაც განვითარების ციკლებში იოლად წავიწევთ წინ. ნახეთ, აი ამ აჩქარებულ სამყაროში, აი ამ რაღაც გადარეულ სამყაროში, ამ ბრჭყალებით თუ ბრჭყალების გარეშე როგორც ხნებავთ, ხო? VUCA world როგორც აქაც. აი ამ არაპროგნოზირებად თან ამ წიგნს არ დაგვავიწყდეს, კიდევ შემოემატა დღეს, ხო, ხელოვნური ინტელექტი და სხვა თემები კიდევ. მართალია მისდევენ ამ პროცესებს და ეხლა სხვა შორის ამასინათ, სანამ თქვენ შემომეხმიანებოდით ამ წიგნზე, ადამსის აღარ მახსოვს ახლა ადამსმა გააკეთა თუ ანდერსონმა, ერთ-ერთმა ავტორმა ძალიან საინტერესო ახალი პროგრამა წამოიწყო და იქ არის უკვე გათვალისწინებული ხელოვნური ინტელექტი ლიდერშიპთან როგორ არის კავშირში და ასე შემდეგ. მაგრამ ეხლა თქვათ ესე იგი რომ რეფლექსიის გარეშე, ერთხელაც თქვათ. რეფლექსიის გარეშე ლიდერობა გნებავთ ინდივიდუალურ დონეზე თუ კოლექტიურ, ხო, ესეთ ჯგუფურ, გუნდური ინტელექტის განვითარებისთვის რეფლექსიის გარეშე ჩვენ ვერ დავეწევით პროცესებს, რომლებსაც ამ წიგნის მიხედვით და ძალიან ვეთანხმები კი არ უნდა ვდიოთ პირიქით ჩვენ უნდა დავსახოთ და ხო წავწიოთ, წარმართოთ. რეფლექსიის გარეშე არ გამოდა. რეფლექსია ელემენტარულად ეს ის დასავლადი მოვლენაა. შეყომდი,
ხო და სხვაჯერ ჯოკერით ხსნი ხოლმე აუდიტორიაში მაგალითად რეფლექსიას აი ესე თქვა წარმოიდგინეთ რომ ჩვენ წყვილში თამაშობთ როცა მინდა რომ ადვილად გავიგოთ რა არის რეფლექსია და მისი ძალა და მადლი კარგად ჩავიჭიროთ ეხლა ილუსტრირება არის ხო საუკეთესო მაგალითი ეხლა ვიცით ლექტორები ვართ და რა მუშაობს და რა არა სწავლებაში ჩემი საუკეთესო ილუსტრაცია გახდა ესეთი რა ერთი ვუხსნი ხოლმე კალათბურთის ისივი წუთშესვენებებით რომ აი აქტიური რეფლექსია თუ გინდა ნახო შეხედე ხო უცებ ვიღაც ესა ხო ადამიანი აჩერებს თამაშს ეხლა მაყურებლისთვის ეს არც სასიამოვნო მომენტია და აბა ხო ისე გაყავს გუნდი და აი იქ რაც ხდება და კარგია ხოლმე რომ ოპერატორები ამას ხანდახან ახლო კადრით გვიჩვენებენ აი იქ რაც ხდება ის დუღილი და ყველაზე მთავარია რომ რატომ სვამ ხოლმე შეკითხვას რატო გაიყვანა ეს რატო გააჩერეს თამაში რა არის თამაშის შეყოვნების რა არის თამაშის შეყოვნების მიზეზი ხო საზრისი იდეა მიზეზი და რა თქმა უნდა იოლად ცემთ პასუხს ხო ეხლა მეც რომ მწვრთნელი ვიყო და შევხედო და ცხადია რეფლექსიას ვაკეთებთ ამ დროს იმიტომ რომ მოთამაშე მაინც თამაშის ფორმატშია და მას რეფლექსიისთვის შეიძლება იმდენად არც ცხელა და არც ცალია როგორც მწვრთნელს მწვრთნელის რეფლექსია რა თქმა უნდა ესე იგი რაღაც მომენტში იწყებს გუგუნს რომ აქ ეს რეფლექსია გასაზიარებელია და კოლექტიურ ინტელექტში დასამუშავებელი საჩქაროდ მიუხედავად იმისა რომ 50 წავი მაქვს ამისთვის თუ რაღაც ასეთი აი ის არის რეფლექსია და მეორე ჯოკერით ხსნი ხოლმე ჯოკერში ხო ესე იგი წვილებში თუ თამაშობთ მაგალითად ეგრეთ წოდებული პულკა პირველი დამთავრდა თქვა წავაგეთ საშინლად და შეგვიძლია ორი ვარიანტი ხო გაცეცხლებულებმა სწრაფად დავარიგებინოთ ცხრიანები და რო ეს ხო რაღაც კომპენსირება ამ ეს ფრუსტრაცია რაღაცით დავაკომპენსიროთ ამოვიღოთ ასე ვთქვათ ხო ძველებურად რო ვთქვათ მეორე ვარიანტი არის ვითხოვოთ წუთშესვენება ვთქვათ აივანზე გავიდეთ და ვითხოვოთ რომ 60 წუთში ესე იგი განვაგრძოთ დავარიგოთ მომდევნო ესა ხო ცხრიანები მომდევნო ხელი და იქ რასაც გავაკეთებდით აივანზე ცხადია რასაც გავაკეთებდით არა 4 შეკითხვას კლასიკა რეფლექსია 4 შეკითხვას დავსვამდით რა პროცესში ვართ ხო რამდენად გვაწყობს ასეთი პროცესი ხო ანუ რას გვიქადის ასეთი პროცესი რისკენ მივყავართ ასეთ პროცესს რამდენად გვაწყობს ასეთი პროცესი ხო და რა შეგვიძლია შევცვალოთ 4 კლასიკური შეკითხვა აქვს რეფლექსიას ინგლისურად what so what now what ძალიან ჩემი ერთ-ერთი საყოველის სქემაა მარტივი რომელსაც როცა ვავსებ სამყარო უცებ ის გარემო რომელიც მგონია რომ ჩემზე ძლიერია და ხო ამ წიგნიდან ისე პატარა იმას გავაკეთებ მინიშნებას და აქეთ მერევა თავისი იმებით არა რაღაც იმპულსებით თუ ძალხაზებით თურმე სინამდვილეში რეფლექსიით შეგვიძლია სხვა ჩარჩოში გადავსვათ და მეტიც არა თუ 1-2 მონასმით არამედ ტრანსფორმაციულად შევხედოთ და შევცვალოთ გავაძლიეროთ ამიტომ შინაგანია ეს პროცესი რა თქმა უნდა შინაგანია მეტწილად ეს პროცესი და გარემოს ნუ გამოვრიცხავთ მე არ მიყვარს სხვა შორის გარემოს ნიველირება კი არა არც ჩემში არის ზომიერი ფატალიზმი პირდაპირ ვამბობ არც გამორიცხავენ თვითონაც ავტორებს რა თქმა უნდა კი როგორ შეიძლება გარემოს გამორიცხვა კი ძალიან მოქმედებს თუ გნებავთ გევანდელ სიტუაციას შევხედოთ საქართველოში გნებავთ და გნებავთ სოფლიოში რაც ხდება გარემოს აქვს თავისი გავლენა გარემოს აქვს თავისი ძალები გარემოს აქვს თავისი ტენდენციები თავისი ვულკანები რა ვიცი გარემოა და არ არის ხელწამოსაკრავი არ ის ესე იოლად შეხედვა სხვა შორის ზოგჯერ კოუჩები ფსიქოლოგი გადაჭარბებით ნიველირებას ახდენენ აიგნორებენ ამ გარემოს გავლენებს ალბათ შენ საკმარისი არ მოინდომენ მოდი ბუდის ვიხდი და ხო ასე არ არის აი გარემო ფაქტორებს ამინც ჭყალების გარეშე თუ გნებავთ პირდაპირ გნება გადატანით იმშობ ამინც უზარმაზარი გავლენა აქვს თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ადამიანი განწირულია ანუ ადამიანი ამინც არ შეეწირება ადამიანი ოხერი არსებაა და გადარჩენას სწორედ მაშინ არის ის ყოჩაღი როცა სხვებთან ერთად კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ამ წიგნის დიდი თეზისი როცა სხვებთან ერთად ახერხებს შემოქმედებითი გადაწყვეტების ახალი სურათების რეალიზებას კი ბატონო ჩვენ მივედით შემოქმედებით
ნაწილამდე აქ ძალიან საინტერესო ორი, ასე ვთქვათ, ლიდერობს, არა ორი არამედ იქ რამდენიმე, მაგრამ გამოყოფდი ორს რეაქტიულ და შემოქმედებით ლიდერობას. ჯერ თვითონ ეს რა ავხსნათ, რა განსხვავება რეაქტიულ და შემოქმედებით ლიდერებს შორის. ეს არის თავი თავი, აი ზუსტად მივადექით. და მე გადავიდეთ კიდევ ზუსტად მივადექით თავის სათქმელს, რაც მინდა დღეს რომ უთხრა სხვა შორის პრაქტიკულიც რო იყოს ჩვენი საუბარი. თუ კი ვერ მოვახერხებთ ამ წიგნის საკითხვას სრულად. ნამდვილად ღირს ამ წიგნის სრულად საკითხვა, რა ერთხელ თან. მე ახლა ამ პოდკასტის კიდევ ერთხელ გადავხედე ჩემს ჩანიშნებს და არა მარტო რაღაცები შემომეკითხა ხელახლა. და ნუ აი კიდევ ერთხელ კი არ ვიცი ამოვნე. დავიტვირთე მე ვიტყოდი. სხვანაირად შეშეხედო. მათ შორის როგორც ლიდერი, როგორც აი წინა წაკითხვიდან ამ წაკითხვამდე რაღაც რეფლექსიებში წავედი და ძალიან სასარგებლო იყო. სხვა თუ არაფერი ამისთვის ამ საუბრში ყოფნა. მეოთხე თავი, მეგობრებო, ნახეთ, განვითარების ეტაპები, ლიდერობის უნივერსალური მოდელის ხერხემალი და აქ არის ჩამოთვლილი 5 ძირითადი საფეხური, მაგრამ მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ ორ საფეხურს შორის პროცესია ეს წიგნი. მე თუ მკითხავთ, მთელი ეს წიგნი რაზეა? ეს წიგნი არის, აი თქვენაც ძანეთ ახლა ორ საფეხურს, ესე იგი, ორი საფეხურის დახასიათებაა ძირითადად და ამ ორ საფეხურს შორის მიმართებებია აღწერილი. და ამ ორ საფეხურზე გადასვლის, ესე იგი ერთი საფეხურიდან მეორეზე ხიდის გადების, აი ახლა ესე უფრო აღწერდი, ახლა მოდის ესენი მეტაფორები, ხიდის გადების, ამ ხიდზე გადასვლის, თან ეს ხიდი შენი ასაშენებელია რა, ეს ხიდი ესე არ არის, ხო? ზოგიერთი ხიდი რო დაგვდება და გადაისეირნებ, ასე არ არის ნამდვილად. ეს ხიდი, ხო, ძალიან ისეთია რა, რთული თემაა და ამ ხიდის გადებიდან დაწყებული და დაპროექტება და ესე იგი გადაბმა, ხო, ერთი ნაპირიდან მეორეზე და ამ ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლის ტრაგედიები, შეყოვნებები, რეფლექსიები, გაბედულებები, გაუბედაობები, აი ამის შესახებ არის ეს წიგნი და ძირითადად ეს წიგნი არის აი ის ცირედი მოწოდება, შეგვიძლია ვთქვათ, იმიტომ ეს პირდაპირ არავინ არაფერს მოუწოდებს ამ წიგნში და სწორიც არის ასეთი პოზა ავტორებისგან, ჩემი აზრით. იმდენად ღრმა არის ეს წიგნი, რომ მას პათეტიკა არ მოხდებოდა ნამდვილად, მაგრამ ის რაც აქ მინიშნებების სახით, აი ესეთ კოუჩინგის ტიპის შეკითხვებად ყოველი თავის ბოლოს არის ძალიან კარგი შეკითხვები დასმული. ხო, ეს სწორედ ამ ყველაფერი ეს საბოლოოდ მე თუ მკითხავთ, აი დედა აზრის დონეზე ემსახურება, ეს არის ორი საფეხური და ერთი ნაპირიდან, ან ორი ნაპირი, მოდი ესე ვთქვა და ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე გადასვლა, მეორე საფეხურზე გადასვლა ლიდერის და ჯგუფის, გუნდის, ლიდერთა გუნდის. ამაზეა საუბარი. ეხლა რეაქტიული და შემოქმედებითი. მე კრეატიულს ვიტყოდი მაინც და სიტყვა რეაქტიულიც მინდა ცოტათი. არა იმიტომ რომ ვთქვათ თარგმანს ვერ ჩირამეს, მაგრამ რეაქტიული ქართულ ენაში ისეთ კონოტაციებს შეიცავს. მართალია არის, რა თქმა უნდა, არის შინაგანი კავშირი, რასაც ავტორები აგვიწერენ და ამ ტერმინს შორის მე უფრო რეაგირებაზე ორიენტირებულს ვიტყოდი. რეაგირებითი ეხლა ვაცხობ ამ იმას რაღაც რეაქციული ხო რა დაახლოებით. ნახეთ ეს იგი რეაქციული რაღაც მაინც ქართულ ენაში რაღაც ამბოხთან რაღაც იმას კიდე სხვა კონოტაციებიც ახლავს რა ამ სიტყვას. ხო, რეაქციული. მე ვიტყოდი უფრო რეაგირებაზე ორიენტირებული. აი რეაგირება, ხო, ეს იგი გარედან სტიმული რეაქცია, ხო, ეს იგი behaviorism რომ მიუბრუნდეთ, სწორედ ამაზეა სინამდვილეში საუბარი, ხო? და შენ როგორც რაღაც მოთვინიერებული რაღაც სწორი რეაქციების, სწორი რეაგირებების, უფრო სწორედ პაკეტი რაღაც ათვისებული გაქვს, იმიტომ რომ აქამდე ცხოვრება მოგიყვანა და შემთხვევით არ მოვდივართ. ამ ფაზას წინ უსწრებს კიდე სხვა ფაზები და ამ ფაზაში რომ მოვდივართ, ეს არ არის შემთხვევითი და არ არის ცუდი სხვათა შორის, იმიტომ რომ შეიძლება ვინმეს ეგონოს, რომ ეს არ არის ისა, კარგი და სასურველი ფაზა განვითარებს. არა, პირიქით. ეს არის განვითარების ფაზა, რომელსაც აქვს ბევრი ძლიერი მხარე. ამ ფაზაში შეიძლება სრული ძალიან ნაყოფიერი იყოს გუნდი, მაგრამ ის ვერ იქნება ისეთი სრულყოფილი და ისეთი მოდი ესე ვთქვათ ისეთი
წინსვლაზე წინ მსვლელი და სწრაფველი, ეფექტურად სწრაფველი, როგორც შემდეგ ამას მოსდევს უკვე ეს შემოქმედების თუ კრეატიული ფაზა. რეაგირებაზე ორიენტირებული ფაზა არის მოდი ავწეროთ ასე. თქვენ რაც თქვით ცოტა ხნის წინ, ესე იგი გარემო ქმნის მე. მოდი აი მოკლედ შეგვიძლია ესე ვთქვათ. ესე გარემო ფაქტორებია მთავარი. მთავარია რას ამბობს სოციალური ინსტიტუტები, მთავარია რას ამბობს ოჯახი. ესე იგი როგორც ოჯახს მიაჩნია, ხო, აი ისე ვიქცევი. როგორც სამეგობროს მიაჩნია ისე ვიქცევი, როგორც სკოლას მიაჩნია ისე ვიქცევი, არა, უბანი როგორც სოციალურ ჩარჩოში უბანი რა ნორმატივებითაც, ხო, აყალიბებს ურთიერთობებს. ის არის ჩემთვის მთავარი, ის არის ჩემთვის წამყვანი, ხო? მე ეს გადადის უკვე რა თქმა უნდა კარიერაში. როგორც კოლეგები, ხო, მირჩევენ ისე ვიქცევი, როგორც უფროსი დამავალებს ის, ხო? ესე იგი მთავარი არის რომ როგორც კონკურენტი მოიქცევა იმის მიხედვით გეგმავ ჩემს ხო ისევ რეაგირება მოგეთ ყველგან რეაგირებების პაკეტი შემოდის უბრალოდ ვიწაფები ამ რეაგირებებში ეს გაწაფულობა რაღაც მომენტში სასიამოვნო ხდება ერთი რომ სასარგებლოა რა თქმა უნდა იმიტომ რომ გადარჩენისა და განვითარებისთვის ეს აუცილებელი ფაზაა თუ თქვენ ვერ გაითავისეთ და ტყავში ვერ შეუშვით ის როლები და ის მოლოდინები არ დააკმაყოფილეთ რომლებიც რამდენიმე წლის ასაკიდან უკვე აქტიურად შემოდის ნებისმიერ ადამიანის ცხოვრებაში, ხო? ანუ მშობლების დაკვეთები ჩვენთან საქართველოში კიდე ხო ამას ესე იგი ემატება ბებიების, ბაბუების, ხო, ბიძების და ხო მამიდების მოგეთ უამრავი დაკვეთა მოდის, ხო? გონდა იცოდნენ. დიახ, ჩვენ ყალიბდებით აი ესეთ იმაში ფორმატში. ჩვენი სოციალიზაცია საკმაოდ რთულად მიმდინარეობს. ის არ არის ორიენტირებული თვითგამოხატვაზე. ეხლა ერთი მსოფლიო ღირებულებების კვლევის იმიდან გამახსენდა, ხო, World Values Survey ესეთი ძლიერი კვლევა არის ძალიან და საქართველოშიც სტარდება. ჩვენი საზოგადოება არ არის ორიენტირებული თვითგამოხატვაზე, თვითგადარჩენაზე უფრო და საერთოდ სხვა მოდუსია ცხოვრების. და ასეთი საზოგადოება აყალიბებს აი ამ გხუნძლავს დაკვეთებით. რომლებიც გვხდება კიდევ მეორე რა, ეზოში, ბაღში, ნუ ოჯახში ხო ზედმეტია ლაპარაკი და ასე შემდეგ. ეხლა როცა ადამიანი მოზარდობის პერიოდში ხვდება რომ სოციალიზაცია მნიშვნელოვანია, ანუ გამოიარა ბავშვობის ასაკი, როცა მის გარშემო ტრიალებდა ყველაფერი და რომელ სათამაშოზეც ხო რაღაც კაპრიზს გამოხატავდა იმ სათამაშოს სწრაფად მიიღებდა და თურმე ცხოვრება არ ყოფილა ეს თამაში და გაცლებთ რთული მოვლენა, ხო? და სწორედაც რო სხვებსაც რო უნდა სათამაშოები და თამაში და მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ეს თურმე მეც უნდა გავითვალისწინო, მარტო ჩემი არ უნდა გაითვალისწინონ, ეს არის ძალიან სერიოზული გარდატეხა, მოზარდობა სწორედ ამას უკავშირდება და ამით მოვდივართ სოციალიზაციამდე. ასე ვქმნით ჩვენ ორგანიზაციებს, გუნდებს, დეპარტამენტებს, ხო? რომ არსებობს რაღაც საზოგადოებრივი ნორმატივები, და რასაც მიკარნახებს ბაზარი, ახლა ბაზარი დაემატა ამას, რასაც მიკარნახებს ბაზარი, რასაც მიკარნახებს კონკურენტი, ხო? რასაც მიკარნახებს და ასე შემდეგ. ასე ყალიბდება თუ კი გადავიდა ადამიანი ამ ფაზაში, საბედნიეროდ უმრავლესობა გადადის, 95%-ო, როგორც ავტორები გვეუბნებიან, გადადიან აი ბავშვობის, ხო, აი კაპრიზების ფაზიდან გადადიან ამ რეაგირების და სოციალიზაციისა და რეაქციების ფაზაში, რეაგირების ფაზაში. ყალიბდება ნორმალური ურთიერთობები. ადამიანი მართლაც სწავლობს. ანუ არ უნდა გავიგოთ, რომ ეს არის რაღაც ისეთი რა, ცუდი, ნეგატიური, არასრულფასოვანი. არ არის ასე ნამდვილად. ადამიანები სხვა შორის ამ ფაზაში ქმნიან ისეთ გუნდებს და ორგანიზაციებს, რომლებშიც სამართლიანობაც არის, რომელშიც მზრუნველობა არის. ეს არის პარადოქსი რა. ეს არის მძიმე პარადოქსი. ყველაზე დიდი თვალის ამხელი, ხო, ეფექტი ამ წიგნის ეს არის სწორედ. ყველაფერი კარგად მიდის სინამდვილეში. ასეთი უფროსები კარგად უფროსობენ, მოდი ესე ვთქვათ, ხო? ესე იგი მაგრამ აკლია რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი აკლია ასეთ სისტემას, რომელიც ნახეთ რეაგირებებზეა ორიენტირებული.
და უფრო აი შენარჩუნებაზე, გადარჩენაზე, რაღაც ის ხო დაკონსერვებაზე, რაღაც პროცესის არის ორიენტირებული. ინიციატივებს არ წყალობს, ხო ძალიან საინტერესო რაღაც თქვი. ის რაც აკლია სინამდვილეში ამასთან, რა ხიდიც არის საჭირო მომდევნო ფაზაში და სამწუხაროდ აქ უკვე ცოტა შემაშფოთებელია სტატისტიკა წიგნში. აქ ლაპარაკია რომ 75% ვერ გადადის ამ ხიდზე და აი მესამე ნაპირზე ვერ გადადის, სადაც შემოქმედებითობა, კრეატიულობა, საერთო აი ეს დიდი ქორეოგრაფია, კრეატიული ქორეოგრაფია, ხა მე მხოლოდ სახელოვნებას არ გულისხმობ, ორგანიზაციულ ქორეოგრაფიას გულისხმობ, რა თქმა უნდა, რაც ყოველდღიურად ხდება ორგანიზაციაში, ხო, აი ეს ინიციატივების დუღილი, გაზიარება, აი ეს ინკლუზიური გარემო, კლიმატი, ხო, სადაც ადამიანებს ძალიან უხარიათ რაღაც ახალ შეხვედრაზე შესვლა. ხო, და ეს დაძახილი, რომ ხალხო რაღაც თემაზე ვიკრიბებით. და ეს არის არა წევლა და ის რო იცი რა მომწყვიტეს ახლა საქმეს და ისა, ხო? და წავიდე. და ხო, რაღაც ახლა 2 საათი რაღაც ბჟუტურს უნდა უსმინო სადღაც. ასე კი არ აღიქმება, სინამდვილეში აღიქმება როგორც რა ზეიმი. დღესასწაული, რაღაც ახალი პროექტის ეს ვიღაცას ჩანაფიქრი გაუჩნდა და ვიღაცას ვაშლი დაეცა და მოდი ახლა ამ ვაშლს ჩვენ 100 კუთხით შევხედავთ და რაღაც ხო, გავაფერადებთ და გავაღვივებთ. ნაყოფი ერხეთ გადავაქცევთ. საერთო ძალისხმევით. ეს აკლია. ეს არიბადება რეაგირებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციაში. ყველაზე მთავარი რაც არის, ინიციატივები არიბადება რა, შემოქმედებითი ინიციატივები არიბადება. როცა შემოქმედებითი ინიციატივები არ აგვაქვს, ჩვენ მტკეპნით ადგილს. და მეტიც მივდივართ უკან. 100 წლის წინ შეიძლება გვეთქვა, ან 150 წლის წინ, რომ ადგილს ვტკეპნით. იმიტომ რომ არ იყო ასეთი გარემო, ხო, ვუკა, აი ეს, ხო, აი ეს ტემპი, დინამიკა. აი ეს ტემპი და ეს, ხო, კონკურენტული დუღილი ასეთ რეზონანსებს არ აღწევდა და დღეს ახლა როცა ასეთი გარემოა, უკვე უკან მიდიხარ. რასაც დაემატა ხო ამ ხელა ისინი, ხო, საკაცობრიო დონის ცუდი მოლოდინები, რაღაც ახალი ცხელი წერტილები და ასე შემდეგ რა, ბევრი რამე, რასაც ლიდერობა სჭირდება, სხვანაირად არ მოგვარდება ეს თემები, გამორიცხულია. ადამიანების ლიდერობა, ესეთი ხელახალი მობილიზაცია და ახალ დონეზე, მე ვიტყოდი სწორედ ინტეგრაციულ დონეზე გადასვლა, საკაცობრიო დონეზე, ინტეგრაციულ დონეზე გადასვლა, რომელიც უკვე მეოთხე საფეხურია ამ წიგნში. თუმცა ვერ გადავალთ ამ ესე იგი ეს გადახტომის ეფექტის მოლოდინი არ უნდა გქონდეს. ჩვენ უნდა გავიაროთ ყველა როგორც დანტემ უნდა გაიაროს ყველა სართული, ყველა ხო, ყველაფერს შეხედოს და ყველაფერზე რეფლექსია გააკეთოს და მხოლოდ ამის შემდეგ გადავა ხო, რაღაც სხვა დონის ქორეოგრაფიაში. აი ასე ზუსტად კაცობრიობა გაასეხლა ნამდვილად შეგვიძლია თამამად თქვა ხო ამის შესახებ, რომ გაასეხლა ასეთი გამოწვევების წინაშე. მე ვფიქრობ, რომ ეს არის სწორედ ინტეგრაციული ნაპირი, არათუ კონტურები ისახება, არამედ უკვე იძახის ის ნაპირი. და ჩვენ ხო რაღაც ახალი ლიდერობის სწავლა მოგვიწევს. სამწუხაროდ საქართველოს ორ სიტყვას ვიტყვი, მე მუშაობ ბევრ ორგანიზაციაში. რა თქმა უნდა, დიდი სიყვარულით ვამბობ ახლა ამას და პატივისცემით და კოლეგიალურობის დაცვით. ჩვენ ჯერ კიდევ გასავლელი გვაქვს მეორე საფეხური გადასამუშავებელი და გადასახარში გვაქვს. იმიტომ რომ ჯერ კიდევ არის ორგანიზაციები, სადაც მოზარდობის ფაზაშია გაჩხირილი სიტუაცია, სადაც არის ეგო. იცით, ეგოც კი არ არის ეს რა, ეს ეგომდელი მდგომარეობა, ეგოც კი არ არის. სხვა შორის ეგო აი სწორედ აი რეაგირების დონეზე, რეაქციულ დონეზე ეგოს თავისი როლი აქვს. თავის გავლენა აქვს, თავის როლი აქვს, თავის ფუნქცია დატვირთვა და მნიშვნელობა და ძალა აქვს. ჩვენთან ჯერ კიდევ სამწუხაროდ აი პრიმიტიული ავტორიტარიზმის დიდი გადმონაშთები, ან უბრალოდ უცოდინრობით გამოწვეული, ან რაღაც აი ამ 90-იანების რაღაც აი ამ ხო, ეს უკვე ხა ისტორიული ისინია და ჩვენი უახლესი ისტორიის თემატიკაა და ძალიან გასათვალისწინებელი. მე მაქვს იმედი, რომ საქართველოში წარიმართება ამ თემაზე საუბრები.
ანუ ქართული ლიდერობა როგორ განვითარდა მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე და რისკენ მიემართება ისევ ამ რეფლექსიას იმედი მაქვს ცოტა უფრო კონცეპტუალიზებულს გავაკეთებთ. კი, სხვაობა ძალიან მინდა კონფერენცია თქვათ, ახლა ძალიან მომინდა რა კარგი კონფერენცია ამ თემაზე, სადაც სწორედ ფოკუსირებულად ამაზე ვისაუბრებდით. კი, ერთ რას ვიტყვი, რომ რამდენიმე პოდკასტში მქონდა, მაგის ფუფუნება, რომ მხოლოდ ადამიანი, რომელიც ასე თქვა, ძველი ლიდერშიპის, ასე თქვა, კლასიკით აზროვნებს და მათ შორის, ჩემი თავის წარმომადგენელი, რომელიც საერთოდ სხვანაირად უყურებს. ძალიან დიდი სხვაობა იყო, მათ სხვაშიც ძალიან დიდი სხვაობა. ძალიან ხედვებში, ღირებულებებშიც, ძალიან შესამჩნევია. მოქმედებებშიც კი. მოქმედებაში, დიალოგში ყველგან ჩანს. აი ყველგან ჟონავს ეს განსხვავება ძალიან ჩანს. ისეთია რა, შესამჩნევი ხდება. ეხლა კრეატიულზე ორი სიტყვა დავამატოთ რა, არ დავამთავრე. კრეატიულზე გადასვლა ნიშნავს მოდი ესე ვიტყვი, ერთ-ერთი აი ბოლოღონიზებაზე ვიყავი კოლეგებთან ერთად HR summit-ზე და იქ სწორედ ინიციატივები ავიღეთ თემად. ინიციატივა არის გადამწყვეტად მნიშვნელოვანი და ეს არის შემოქმედე თვით გამოხატვის ფორმატში როცა ძალისხმევა იხარჯება არა შენარჩუნების სტრესებზე და რაც ის აი დაკონსერვების აი დაკონსერვებული რამე არ დაემართოს ასეთ სტრესებზე და ეს სხვათა შორის ეხება ორგანიზაციულ კულტურას, ეს ეხება პროდუქტს, რომელსაც ვაწარმოებთ, ეს ეხება რაღაც ურთიერთობას, რომელშიც ვიმყოფებით. უფრო სადა თქვათ, ხო? აი ამ დაკონსერვებულის რაღაცნაირად დროში გაწელვას კი არ ხმარდება ძალისხმევა ხმარდება ისევ ახალი საინტერესო ინიციატივების, ახალი ცნობის მოყვარეობაზე დაფუძნებული ახალი ამბიციების რეალიზებას, გამოხატვას და რეალიზებას. ახალისებას. და არ არის ესე იგი ურთიერთსაპირისპიროა სამწუხაროდ რეაგირებაზე ორიენტირებული ოფისი ვერ ბადებს კრეატივზე ორიენტირებულ ოფისს. პრობლემაა ეს. ეს არის დილემური მდგომარეობა. ამ დილემაზეა ეს წიგნი და ამ კვანძის გახსნაზე. ერთმეორეს გამორიცხავს. ამავე წიგნში არის ძალიან საინტერესო, ასე ვთქვათ, აღმოსავლური მართვის ტრადიცია მოყვანილი, სადაც გადმოსცემენ ძალიან ცნობილი ფრაზით ნეტი, ხო? ანუ მე არა და აქ არის საუბარი ასე დისტანცირება საკუთარი ეგოცენტრული მოთხოვნილებებისგან, ანუ პატარა მეს დათმობა უფრო დიდი მესთვის, ანუ ეს არის ერთიანობის მდგომარეობაში გადასვლა, ხო, რასაც შემდეგ ავტორი უწოდებს, ანუ ამის საჭიროებაზეა საუბარი. რამდენად რეალისტურია აი ამ მეთოდების გამოყენება და რამდენად საჭიროა ეს ყველაფერი? რეალისტურია. ეფექტური მართვისთვის. რეალისტურია. მე ვარ თავად ერთი პერიოდი ვიყავი მომხმარებელი ასეთი ტექნიკების, რამდენიმე პროგრამა მაქვს გავლილი, ასეთი. ეხლა მოგეხსენებათ, რომ სერვისად იქცა. ის რაც აქ წერია. ეხლა ეს არის ბოლო პერიოდში ერთ დიდ საერთაშორისო პროექტში ვარ აქტიურად ჩართული ტრენერისა და კოუჩის როლში და ჩვენს გუნდს შემოუერთდა სხვა ქვეყნებიდან არიან ძალიან მულტიკულტურული გუნდია და ძალიან საინტერესო რა ესეთ განსხვავებული პროფესიების და მსოფლმხედველობის ადამიანებით. ბოლო პერიოდში შემოუერთდა ერთ წელიწად ნახევარია დაახლოებით ინდოელი ექსპერტი, ძალიან სერიოზული ექსპერტია, ინტელექტუალური საკუთრების სამართლის და პატენტების და რა ვიცი, ანტრეპრენერული მეწარმეობის, აი გარეგნულად აი არავითარი ქარიზმა, აი არაფერი არ არის. ეხლა ცხადია მის დამით დიდი პატივისცემით თმამობ ამას. უკვე სიყვარულით, იმიტომ რომ დავწმობილდით სავით. ანუ ხოლმე კოლეგები არ ვარ და ჯაინიზმი არის ძალიან საინტერესო რელიგიური მიმდინარეობა. და ეხლა მე რელიგიათმცოდნეობა მაქვს დამთავრებული თეოლოგიისა და რელიგიათმცოდნეობის ფაკულტეტი თავის დროზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ნუ ეხლა რელიგიისადმი ინტერესი არ განელდება ჩემი არასოდეს, იმიტომ რომ ყოველთვის მაინტერესებს, ხო? ესე იგი თან რელიგიის ფსიქოლოგია, რელიგიის სოციოლოგია, და ასე შემდეგ. მოკლედ მიხარია სხვა შორის რელიგიური განზომილებას, სულიერების განზომილებით თავდება გვირგვინი, ბოლო თავები არის, ხო? ესე იგი პირდაპირ არის, რომ უნდა გასულიერდეს ადამიანი, ეს უკვე არის სხვა მოცემულობა საერთოდ. ანუ ის რაც შიგნიდან დღეს რო არის, ხო, ესე მოდურად მანიფესტირებას ცდილობს და გამოსვლას ცდილობს და სწორედ ეს არის, ხო, პროექტებში უნდა გადმოიღვაროს, ნაყოფიერ პროექტებში არა. კეთილ ნაყოფიერ პროექტებში ცდილობს გადმოყრას, ხო? არაფერი უცხო ამაში არ არის, რა ვიცი, ყველა რელიგია ამას რომ ერთი ადამიანს სწორედ ამისთვის ქმნის. და
ეხლა ეს ყოველგვარი ქადაგების გარეშე მიხედავთ იმისა, როგორ უყურებთ ეს მეცნიერულად რო შევხედოთ, ხო, ინტერპრეტაციას. და თუ ეს ჯაინი ახალგაზრდა კაცი რაღაც მომენტში ესე იგი მეუბნება, რომ ხო, ეხლა როგორც კი გავიგე რომ ჯაინია, იმ წუთში დავინტერესდი ეხლა და უკვე ინტერვიუს იმაში გადავდივარ მოდში და აი 4 მთავარი რაღაც ცხოვრების წესი რა არის, ხო, ესე იგი საიდანაც მინდა რომ გავარკვიო ეხლა. და ცხოვრების წესი საინტერესოა, იმიტომ რომ იქ ხო მოქმედებებში ბევრი რამე ჩანს. და თქვა ამ ადამიანმა, ხო, მოგეთ ვისაუბრეთ, ძალიან რო არ გამეწეულს ეხლა ეს თხრობა, არ დამავიწყდება, იყო მომენტი, როცა ხო რაღაც მომენტში მითხრა რომ მე ისა ვარ, მოგეთ მილიარდერი ვარ. უბრალოდ ჯაინიზმში ძალიან შეზღუდულია მდიდრულად ცხოვრება. ასკეტიზმის. ანუ ძალიან ზეასკეტური მოძღვრება და ის არის მიმდინარეობა. იქ მართლაც ისეთი რამეები მითხრა, რომ თან ცოცხალი არსების, ესე იგი, სიცოცხლის მოსპობა არის სრული ტრაგედია და ესა ძალიან ესეთი ამბავი. და ხო იქ რაღაც ისეთი წესები რა, საკმაოდ განსხვავებული და არ დამოვიწყდება რაღაც მომენტში, რომ ესე პირამიდებთან ვიყავით, კაიროში ჩავატარეთ ეგვიპტური აუდიტორიისთვის რაღაც ისეთი სემინარი და წავედით და იმის სანახავად, ესე იგი ამ პირამიდების სანახავად და რაღაც მომენტში გავართ უყურებთ ამ პირამიდებს და გაშტერებული უყურებ ხა მე, იმიტომ რომ ნუ მართლა დიდი ისეთ გრანდიოზულია რა ეს ყველაფერი. უცებ აქედან მესმის გაურავი მეუბნება ჩუმად ძალიან ისეთი ხმადაბალი, ძალიან ისეთი კეთილგანწყობილი, მუდმივად ისეთი ტიპია, რომელიც ამბობს რომ აი მე ტყავისას ცხადი არაფერს არ ჩავიცვამ, არ შეიძლება რომ ის დიდარი ისეთი ლოგოთი, ძვირფასი ბრენდიანი ლოგოთი რამე მეცვას წარმოუდგენელია. და მეუბნება რომ ეს პირამიდაო რამხელაო მეკითხება. სანამ უპასუხებდი, ახლა რაღაც მეუცნაურია ეს შეკითხვა რა. ახლა თან ვიცი რომ რაღაცას მეკითხება. თავისი სიღრმეებიდან და ესე ზედაპირულად დიდია, ესე არ მოუთხრა, ხო? ხო და მოდი ერთი წამით ესე შეხედეო რომ ხო, ისე იგი რამდენი ძალისხმევა, რამდენი რამეაო ხო ჩადებული და აი რამხელა რამ ის არისო, ხო ეს ჯერ გრანდიოზული გრაცია მე როგორი აქვს და ისა და მაგრამ ხო წარმოუდგენლად უფრო დიდი ხარ შენო შენი ცნობიერებითო. ვიდრე ეს პირამიდაო, ხო. შენ ხო გაცილებით უფრო დიდი ხარო შენი ცნობიერებითო. არის აქ სვაჩურის ეს პასაჟი. როცა აი ეს არის ის გადასვლა. ეს უკვე მეოთხე ინტეგრაციულში და ნელ-ნელა რო ის იკვეთება უკვე რომ რაღაც ერთიანობის განცდას ასპერი ტერმოყვარე რო აღარ არსებობს და რაღაც ვაჟაფშაველა რო იწყება და რაღაცები რა, რაღაც ძალიან დიდი ამბები. ხო და რას ვამბობდით ესე იგი რომ ჩვენ ვამბობდით რომ ინტეგრაციულ მოდელზე გადასვლის კონტურები უკვე კონტურები თუ არა იცით კონტურები არის აი თქვათ მეტამოდერნიზმზე რო არის საუბარი ხო რა პოსტმოდერნიზმზე და ეს ძალიან საინტერესო რაღაცა სტატიები იბეჭდება და მთელი ამბები ხდება კაცობრიობა ხო რაღაცაში გადადის ძალიან საინტერესო გზაგასაყარზე თუ ხიდზე იმყოფება ახლა და მაქვს დიდი იმედი რომ ამ წიგნის ავტორებს მიყვები ახლა ამ საუბრით რომ ჩვენ ახლა არ ვსაუბრობთ რაღაც ცალკეულ რაღაც დეპარტამენტში რაღაც 25 ადამიანი ბედნიერია თუ რაღაც თუ ფრუსტრირებული ან უკმაყოფილო არა რაღაც ბევრად უფრო დიდია ამ წიგნის შინაარსი და ეს არის დიახ ეგოსგან გათავისუფლების რადგანაც არის ძალიან მნიშვნელოვანი შვება მოდის კრეატივში აი ამ კრეატივის ნაპირზე გადასვლის პროცესში დიდი შვება მოაქვს და ზურგის ქარი მოაქვს აი ამ ეგოს სიმძიმისგან ხო ჯერთი მის აღიარებას რომ ეს ტვირთია რომ დიდი ტვირთია კი თანამშრომლობასაც ზღუდავს ხო რაღაც დონეზე რა თქმა უნდა ეხლა იქ კიდე ეგოთა კაკაფონია თუ არის და იქ ჯგუფში თუ ერთმანეთს ეჭიდავება და ვაიმე მე თვითონაც ხშირად მომსულია დღესაც დამემართება ხოლმე ხო წამოიყივლებს უცებ და რაღაც მთელი ამბავი და
აი სწავლა ამის არის შესაძლებელი რა თქმა უნდა რა და მათ შორის ყველა კულტურას აქვს თავისებური პრაქტიკები ეგუსგან გათავისუფლების რომ გაუმკლავდე ამ შემოდგომის აზნაურობას რა აი ამ რაღაცას რომელიც შენ რაღაც ურჩხულად გაქცევს იოლად რომელიც ბრძნული გადაწყვეტილებიდან შორს გადაგისვრის რომელიც ახლობელთან შეგიქმნის ისეთ სტრესულ კლიმატს რომელიც მე ცალკე უნდა გაირეცხოს და ცალკე იმას ძალისხმევა სჭირდება რომელიც ინიციატივას გულგრილად მოგასმენინებს რა ხო ესე იგი ყველაფერი რაც აი კარგი გუნდისგან გვაშორებს რა და ეგოს ვარჯიშები ერთ-ერთი არის ეს, როდესაც შენ ნეგაციას უკეთებ, ხო, ესე იგი უარყოფ იმას, რაც აქამდე შენად აღიქვამდი. უარყოფ იმას, რასაც მე დაღიქვამდი, ან ჩემს კუთვნილებად მიგაჩნდა, ხო, ესეთ ჩაჭიდებული იყავი რაღაცაზე. ხო და ეს შეიძლება საკუთარ ხელსაც დახედო და თქვა რომ ეს ხო ეს ხელი მე ვარ რა თქმა უნდა ეს ხელი მე ვარ რა თქმა უნდა ეს თვალი ჩემია მაგრამ სინამდვილეში გავსე არაფერიც არ ხდება ხო რაღაც ილუზიასთან მაქვს სინამდვილეში საქმე და კარგი არის ის რომ ის ჯაინი სწორედ იმიტომ გამახსენდა ჩემი მეგობარი გაურავი ეხლა რომ ის რაც პირამიდის შესახებ მითხრა სწორედ ეს იგულისხმებოდა რომ ამ პირამიდას ხო ესე უამრავი ძალისხმევა ჩაიდო ამაში და ახლა შენი აღქმაც ხო როგორია რა შეიძლება ამაყი იყო რომ აი ადამიანს შეუძლია ასეთი რამის ჩაფიქრება და ხორჩესხმა მაგრამ სინამდვილეში არაფერი აქ არ არის და ვერცის ფარაონი დაიკვეხნიდა ვერაფერზე და მეორე მხრივ ამას მივყავართ, ასეთ უარყოფებს მივყავართ ინტეგრაციამდე. რომ სინამდვილეში როგორ არა, რა თქმა უნდა ჩვენი ნახელავია, რა თქმა უნდა ჩვენი ნააზრევია, რა თქმა უნდა ჩვენი გული ზგერით არის გაკეთებული და უფრო დიდ სურათში რა თქმა უნდა ერთნი ვართ. მეორე მხრივ. კი. ეს არის გზა იმ ინტეგრაციისკენ. ინტეგრირებული უკვე ინტეგრირებული ლიდერობისკენ. ღირებულებები და გადაწყვეტილებები ესეც საინტერესო თავია. თქვენ ვისაუბრეთ როგორც გუნდის ლიდერი, თქვენ მაგალითად მოიყვანეთ. თქვენ თავად გექნებათ ეს ჩამოყალიბებული ძირითადი ღირებულებები, რომელიც ასე ვთქვათ, მართავენ თქვენს ყოველდღიურ გადაწყვეტილებებს, ან პირიქით, ზოგჯერ გიშლიან კიდეც გუნდის მართვაში ხელს, ხო? მე მახსენდება თქვენ მე ჩატარებული ტრენინგი ჯიპაში და მახსენდება ეს ერთ-ერთი აქტივობა, სადაც ჩვენ ლიდერები ყავდა, ოღონდ შეზღუდული ქონდა კომუნიკაცია ამ ლიდერებთან, ქონდა ჩვენი ტასკი ჩაბარებული როგორც აგვიხსნეს, ჟესტიკულაციით ასე ვთქვათ, რა უნდა გაუკეთებინა და შემდეგ ეს ლიდერები შეიცვალდნენ, ხო? და გამოჩნდა ძალიან საინტერესო მაგალითი. მდგრადი გუნდები, რომელსაც რაღაც გარკვეული კულტურა შეიმუშავა და ჩამოყალიბდა რა უნდა გაეკეთებინა და მიუხედავად იმისა, რომ ახალი ლიდერი მოვიდა, მათ აიძულეს არ მინდა ესე თქვა, მაგრამ ლიდერი ჩართეს ამ პროცესში, ანუ გაყვნენ ერთად პროცესს და მეორე იყო, როდესაც პირიქით გუნდმა დაივიწყა, რასაც აკეთებდნენ და ლიდერს გაყვნენ, ხო? აი ამ შემთხვევაში რომელი ჯობია? აი თქვენი გამოცდილებით, როცა გუნდი კარნახობს ლიდერს, რა უნდა გააკეთოს და მიყვეს ის პროცესი და ხელი არ შეუშალოს ის, რაც გამართულად მუშაობს თუ პირიქით, აი თქვენ კალათბურთი ახსენეთ, ხო? პირიქით გამოიტანოს დასკვნები, რას აკეთებს და შეიტანოს კორექტირებები. მადლობა, ძალიან ძლიერი შეკითხვაა და არა მაქვს პირდაპირ ესეთ ფორმულისებური პასუხი. სიტუაციური ლიდერობის ამ წიგნშიც არის ახსენები და ძალიან ძლიერი თეორიაა, ხო, ვიცით ჩვენ და პრაქტიკაც, ესე იგი სპეციალური პროგრამები არსებობს სიტუაციური ლიდერობის უნარჩვევების და კომპეტენციების გამომუშავების. ესეც დასავლადია. თუმცა ამასაც ესეთ მენტალური მომზადება უნდა პირველ რიგშია რა. პირველ რიგში იმის დაშვება უნდა, რომ მე არ ვარ ერთი იდენტობა, ხო, სინამდვილეში მეთა მრავალფეროვნება სინამდვილეში ჩემში და აი ეს პაატა შეიძლება ასეთ სიტუაციაში იყოს, ხო? ასეთ იდენტობაში, ასეთ ტყავში და ასეთ მენტალურ ფორმატში და ან ემოციურ კლიმატში, რა და მეორე სიტუაციაში იყოს სხვაგვარ მოცემულობაში და სხვანაირ ქცევაში და სხვა ნორმატივში, იმიტომ რაც არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს
არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს აი ახლა ღირებულებებზე რადგან საუბრობთ, ხო? და რაც აკლია ხოლმე სხვა შორის რეაქციულს და არის უფრო უხვად კრეატიულ ორგანიზაციებში. არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს აი ესეთ მოყოყმანებუნებას და ესეთ ხო ესე იგი არაავთენტურობას ან არაინტეგრალურობას integrity სიტყვა ახლა ბოდიშ ვიხდი ამ ესე ინგლისური 1000 ერთხელ შემომაქვს ინგლისური სიტყვები იმიტომ რომ არ მაქვს კარგი თარგმანი და რაღაცა წვალობთ ამ სიტყვებს წვალობთ ამ პოდკასტში integrity მიხარია იმიტომ ზოგჯერ არ გამოდის სხვანაირად კი თან მე მაქვს ძალიან კონკრეტული დამოკიდებულება რომ ეს არის სიტყვები რომლებიც უნდა შემოვიტანოთ რა არ შეიძლება უბრალოდ იმიტომ რომ ვიფერხებთ კომუნიკაციას მოლაპარაკებებს ბიზნესში მათ შორის რაც ნიშნავს რომ დროს კარგავთ ესე იგი ერთმანეთს ვერ ვაგებინებთ რაღაცებს იმიტომ რომ რაღაც ნორმები უნდა შევასრულოთ იმიტომ რომ რაღაც ნორმატივი უნდა შევასრულოთ აუცილებლად და ეს მგონია რომ არ არის ბრძნული ქცევა წმინდა ესეთი ეკონომიკურად რო გავზომოთ და რაღაცას გვაკლებს, რაღაცას გვაკარგვინებს. მათ შორის ყველა ძვირფას, მოლაპარაკებას, შეთანხმებას და საქმის კეთებას. პირობის დადებას, ხო, ერთმანეთთან, ასე ვთქვათ, ნდობამდე მისვლას. იმიტომ რომ მეტყველებით მივდივართ ნდობამდე ჩვენ და არ გამოდის სხვანაირად, არ გვაქვს სხვა ის ბევრი სხვა ინსტრუმენტი. დიალოგით მივდივართ, ესე იგი დიალოგის შემძლე ადამიანი იმსახურებს ნდობას და დიალოგს კიდე უნდა მეტყველება. მოსმენა და მეტყველება უნდა და ხო მოკლედ ეს არ გვინდა ხშირ საგვიმას თუმცა ძალიან საინტერესო სოციოლინგვისტური თემაა რაც შეეხება ესე იგი ჩვენ რაზეც ვლაპარაკობდით ახლა იყო რომელი უკეთესია როდესაც ამ შემთხვევაში გუნდი ცდილობს რომ ლიდერი წაიყვანოს თავის პროცესში თუ პირიქით ლიდერი რაღაც კორექტირებებით შედის გუნდის მართვაში ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა მზაობაზეა დამოკიდებული თქვა შეთამაშების დონეზეა დამოკიდებული ბევრჯერ დღესაც მქონდა შემთხვევა როდესაც ჩემ თავზე მომიწია გუნდის რაღაც პრობლემის გადაჭრის აღება და პროაქტიული გავხდი ძალიან, გავხდი აი ახლა ამ საუბარს დავამთავრებთ, უნდა გავიდე და რამდენიმე კიდევ მოლაპარაკება მელის იმისათვის რომ რაღაც კონკრეტული პრობლემა გუნდის პრობლემა, ორგანიზაციის პრობლემა გადაიჭრას. მაშინ როცა რა თქმა უნდა, ეს არ არის ჩემი ძირითადი default mode-ი, ასე ვთქვათ. Default mode-ი კარგი ლიდერობის, ვთქვათ ესე პირდაპირ არის დელეგირებული საქმეები, არის მინდობილი გადაწყვეტილებები, არის კოუჩინგი, რეფლექსიური საუბრები, დიალოგები, ძალიან ფრთხილი მონიტორინგი და პირველ რიგში რა თქმა უნდა ისევ წახალისება. რა თქმა უნდა ყველა გუნდი ერთნაირად მზად არ არის ამისთვის როცა ასე არ არის მაშინ საუკეთესო default mode არის ამაზე მუშაობა კი ანუ ხო გასაგებია ესე იგი იდეალური სურათი ერთია თუ იქ არ ვართ მუშაობთ ასეთი კლიმატის და ასეთი ფორმატის ასეთი სტრუქტურის შესაქმნელად კიდეთი აი აქვე ჩაკითხვას გავაკეთებ ხშირად არის ხოლმე როცა ლიდერი ასე ვთქვათ საკუთარი ღირებულებებით წინააღმდეგობაში მოდის ორგანიზაციულ მოთხოვნებთან ან მათ შორის კონტექსტთანაც ხო მაგალითად ახლა ჩემი ახლო მეგობრის кейსი მახსენდება როცა იყო ერთ-ერთი საკმაოდ დიდი ორგანიზაციის მართველი პირი და ნუ აღმოაჩინა რომ წინააღმდეგობაში მოვიდა მის ღირებულებები ორგანიზაციაში არსებულ ღირებულებებთან მათ შორის დამფუძნებლებთან და მათ შორის იქ მომუშავე ადამიანებთან და მე მიიღო გაწყვეტილება საერთოდ წამოსულიყო არსებობს რამე შუალედური ვარიანტი რომ მაინდა-მაინც არ მივმართოთ იმას რომ მე მაქვს ლიდერმა დატოვოს მე მაქვს მარტივი პასუხი ასეთ იმაზე მეც გამიკეთებია ეხლაც რაღაც დონეზე დისტანცირებული ვარ და ეს არის შეგნებული სხვაჩორის გადაწყვეტილება და ეს დისტანცირება ცხადი არ ნიშნავს პასუხისმგებლობის მოხსნას გადაგდებას ან ხო ან რაღაც ერთგულების შერყევას ან რაღაც ასეთს ხო ეს არის სრულიად გაცნობიერებული და კონკრეტული ისა და ეს არის დისტანცირება ისევ რისთვის ესე იგი რეფლექსიისთვის თვით დაკვირვებისა და გუნდზე დაკვირვებისთვის
რამე თუ ისე ვიტყვი ამ იმიდან ხო ესე იგი ჩემზე იმოქმედა სხვა ჩვენს დღეს ძალიან რომ გუნდები დიდხანს ინარჩუნებენ ხოლმე არაეფექტურ ლიდერებს ასეთი მწვავე განცხადება იყო ძინა წაკითხვაზე არ მივაქციე ეთყობა არის ხო ეს მე არ მიმიქცევი მაგას სწორად ძალიან საინტერესო რაღაც თქვი ძალიან საინტერესო რაში ჭირდებათ რომ ინარჩუნებენ იცით აი სხვა შორის ამ წიგნის ერთ-ერთი პრომოუტერი ძალიან ესეთი ძალიან ყოჩაღი და გამოცდილი ადამიანი ნანა მიქაშაძე რომელსაც ეს წინათ თქვენს ეკუთვნის ამ წიგნზე და იყო პრეზენტატორებს შორის ხო აი ხშირად ახსენებდა ხოლმე ჩვენ გუნდთანაც თხოვეთ ერთი-ორჯერ ფასილიტაციის გაკეთება და ხშირად ახსენებდა ხოლმე რევერანსებს აი რევერანსებს გუნდში არის რაღაც მიჯაჭულობები არსებობს გუნდებში დღეს სხვა შორის ერთ-ერთ იმაში ვიყავი ახლა ავტორიზაციისთვის ვამზადებთ აზროვნების აკადემიის სკოლას და დღეს მქონდა ისეთი ერთ-ერთი გენერალური შეკრება იმიტომ რომ საბჭოს ხდომა იქნება მალე და უბრალოდ ვიზიტი და შეფასებლების და იქ ვახსენე იმიტომ რომ დაბეჭდილებაში ვარ ახლა და თან იქ არიან ადამიანები რომლებთანაც მიყვარს გაზიარება რაღაცების და აი და ყველამ დაიწყო ესე ხელების სავსავი რომ აუ ვაიმე ამას ვერ ვაკეთებ ეს არ გამომდის აი ყველაზე ცუდი მომენტი იმაში ხელმძღვანელობაში ეგ არის ჩვენ ვართ ესეთი კულტურა თქვათ ამერიკულისგან განსხვავება ერთ-ერთი დიდი სხვა შორის ჩემთვის იყო ეს ერთ-ერთი კულტურული შოკი მენეჯმენტთან მიმართებით როცა ვნახე რა ადვილად ბოდიში მოხდით ვიტყვი დაიქნიეს საკმაო რეპუტაციის მქონე ადამიანი საკმაო ძალიან დიდი პროექტის ხელმძღვანელობისგან ხო საქართველოს ძალიან ძნელი წარმოსადგენია ალბათ ეგეთი რამე ხო საქართველოში ალბათ ან არაკეთებენ ამას ბოლო მომენტამდე ან პირდაპირ აპატიმრებენ ალბათ ხო და ეს არის ტრაგიკული რაღაც ისეთი მოვლენა ხო ტრაგიკული მოვლენა არა და იცით მოდი ესე ვთქვათ თუ გუნდის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია აი გვირჩევი რომ ტოქსიკური არაერთგული პასუხისმგებლობით იოლად მოპამპულავე ადამიანების ტრანსფერება და შენარჩუნება უპასუხისმგებლობა არა თუ არ ღირს უპასუხისმგებლობა არასწორია უბრალოდ რა არასწორია და როცა ლიდერშიპში ჩნდება ახალი ტალღები განვითარებითი ტალღები და პიროვნული განვითარების გემოს იგებს გუნდი ანუ გუნდი იგებს არა მხოლოდ იმას რომ რეზულტატები დავდეთ დიდ მოგებაზე გავედით რაღაც ინვესტიციამ რაღაცის ხო დიდი შემოსავალი რა დიდი ბრუნვა წავიდა კონკურენტები ჩამოგჩნენ რაღაც აი ასეთი მომხიბლავი რეზულტატების გარდა როცა გუნდი იწყეს პიროვნული განვითარების გემოს იგებს როცა მასში ადამიანები მართლაც იზრდებიან და ვითარდებიან და ეს შესამჩნევი ხდება ეს ხდება არა იმპლიციტური როგორც ხო წიგნის დასაწყისში იმპლიციტური რაღაც ნაგულისხმევი და სადღაც ტრიქონებს შორის კი არა ან შესვენებებზე რაღაცას რომ ამჩნევთ არა ეს ხდება ჩვენი გადაწყვეტილებები ხდება სხვანაირი ჩვენი დიალოგები სხვა და თვითმიდის სისტემური ხდება ჩვენი საუბრები ხო მეტი სიცხადე შემოდის მეტი ძლიერი შეკითხვა იბადება საუბრებში კი მოსმენა გადის ოტო შარმერისის გამახსენდა ახლა 4 საფეხურიანი მოდელი გენერაციული მოსმენის დონეზე გადავდივართ გენერაციული როცა თქვენი ნათქვამი ჩემში იდეას ბადებს და პირიქით კი ჩამოტვირთე მოისმინე გაიაზრე და ხომ მე უკვე უკავშირიც გაქვს თქვენ ახსენეთ განვითარება და მინდა რომ ამაზეც შევეხოთ თქვენ როგორ აფასებთ გუნდის ან ადამიანის პოტენციალს და როდის ხვდებით რომ ვიღაცას შანსი უნდა მიცეთ ქართულ ორგანიზაციებზეც თუ ვისაუბრებთ რამდენად აძლევს ქართული ორგანიზაცია ანუ ქართული ორგანიზაციური გარემო ადამიანებს იმას მის საშუალებას რომ გაიზარდნონ ერთი რომ ჭირდებათ მაგრამ მეორე მხრივ საფრთხეებსაც ხო არ ხედავენ როცა
ადამიანი რომელიც გაიზარდა და მათ შორის მას უკვე პოტენციალი აქვს რომ მათ შორის ჩაანაცვლოს პირდაპირ თქვათ ლიდერი შეიძლება ეს ადამიანი პირიქით გარიყული აღმოჩნდეს გუნდიდან ერთი წინა შეკითხვას რაღაც თითქოს და კუდად მომჩა და არ მინდა რომ დამავიწყდეს დიახ შეიძლება განვითარდეს კონფლიქტები გუნდის შიგნით თუ განვითარების სიჩქარეებმა და განვითარებაში მოსწრება performance ხო ესე იგი განვითარებაში მოსწრებაში დისბალანსი თუ გაჩნდა შეიძლება წავიდეს კონფლიქტები და შეიძლება შეეწიროს კონფლიქტს უფრო გნებავთ ამ თეორიის და ამ ჩარჩოს მიხედვით უფრო მაღალ საფეხურზე გასული ადამიანი და ეს არ არის მხოლოდ ამაზე იგივე კოლბერგის მორალური განვითარების თეორიიდან შეგვიძლია სხვა ისინი ხო პარალელებიც მოვიყვანოთ და ისტორიულიც ბევრი პრაქტიკულის გარდა შეიძლება წავიდეს ღირებულებითი წინააღმდეგობები გუნდის შიგნით და ეს არის კარგი ნიშანი. აი როცა ეხლა პატრიკ ლენსიონი გამახსენდა გუნდის დისფუნქციები ძალიან მაგარი წიგნი არანაკლებ ძლიერი. როცა კონფლიქტ ფასეულობების დონეზე კონფლიქტები emerge აღმოცენდება ხოლმე ეს არის ძალიან კარგი ნიშანი. ყველაზე ცუდი რაც შეგვიძლია ამ დროს გავაკეთოთ სინამდვილეში არის რომ მივიჩნიოთ ეს რაღაც ტრაგედიად შეგვეშინდეს ამის და ვიღაცა სწრაფად გავწიროთ ამის გამო. ჩავახშოთ ეს ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მოხდეს არის ეს რა ეხა ისე ვაჟა გამახსენდა. ეს ყველაზე ცუდი სინამდვილეში რომ როგორმე ისევ ნახეთ შევინარჩუნოთ ხელოვნური ჰარმონია. ხო აი ხელოვნური ჰარმონია პირდაპირ ესე artificial harmony ასევე არქმევს ამ ტერმინით ესა. პირიქით, ესე იგი შეიძლება აი ურთიერთშეტევებზე გადასული, აი დავცხოთ ერთმანეთს უკეთესი ვარიანტია, ლენსიონი ამბობს, გუნდისგან საბოლოო გრძელვადიან პერსპექტივაში. ვიდრე ხელოვნური ჰარმონიით ამაზე რაღაცა იმის ფარდაგის გადაფარება და ვიღაცისთვის თქმა რომ იცი რა შენ ახლა ზედმეც ბოდავ რაღაცებს და ხო ხედე საქმეს. მაგის დრო არა გვაქვს რა. ხო. კი. ანუ უბრალოდ კარგად ბრძანდებოდეთ. ხო? კი. მაშინ როცა საუკეთესო ვარიანტი ამ დროს არის ისევ მოვძებნოთ ამ ორი ცუდი უკიდურესობიდან, ხო? ან შეუთანხმებლობის დროს როცა როგორც ვიქცევით ხოლმე ამ ორი უკიდურესობიდან ერთი ურთიერთშეტევების ხო ამ default რაღაც სტრესული მინდა გამოვიდეთ და მეორე მხრივ ამ ხელოვნური ჰარმონიის აი სრული როგორ თქვა შეუფერებელი და უნიათო იმიდან მიდგომიდან გავიდეთ და ჩავსვათ კამათი ჯანსაღ ინტერვალში რამდენიმე სერია კამათის ჩავატაროთ თავისი რეფლექსიებით დრო გამოვყოთ ერთი რომ დრო არ დაგვენანოს ამისთვის შეიძლება ერთი-ორი პროექტი გადავდოთ და მეტი დრო ამას დაუთმოთ ეს არის ლიდერშიპი რა სინამდვილეში და გავიდეთ განვითარების ახალ ნაპირზე სწორ რაღაცას უნდა დავუთმო მეტი დრო მათ შორის ხო პრაქტიკული დაკვირვება და ამიტომ ბოდიში ღირებულებებს შორის დიალოგი ჩემთვის ცალსახად უმაღლესი ღირებულება არის დიალოგი. მთელი თავისი იმით, სირთულეებით, თეორიებით, პრაქტიკებით, ჩარჩოებით. ხო. პრაქტიკული დაკვირვება და ორგანიზაციული კულტურაზეც მინდა რომ გკითხოთ. როგორ ეხმიანება წიგნის იდეები ქართულ რეალობას, კერძოდ როცა საქმე გვაქვს ორგანიზაციული ცვლილებების მართვასთან. ორგანიზაციული ცვლილებები. ოიმე ცვლილებები. მე ვიტყოდი რომ რამდენიმე ორგანიზაციაში ვარ აი ამჟამადაც მიმდინარე ძალიან საინტერესო ცვლილებების არა უბრალოდ თქვა შემსწრე არამედ ფასილიტატორიც. რამდენიმე ესეთ პროექტი წამოვიწყეთ Teamboat-ში ATDP ასეთი სახელწოდება შევქმნით Accelerated Team Development Programs. ესე იგი გუნდის განვითარების დაჩქარებული პროგრამები. სხვა შორის ამართლებს ამ ჩანაფიქრს ჯერჯერობით რამდენიმე ორგანიზაციაში გვაქვს ორ ორგანიზაციაში ჩავხურეთ და ერთი უბრალოდ იმდენად საინტერესო პროცესებში გავედით რომ
ესე იშლება და ჩადის სულ უფრო ღრმად მივდივართ და ამ ხრივ რაღაც უნიკალურ პროცესში ვართ რა. დიდი action research-ი რო წარმოვიდგინოთ, თან თავის კარგი რეფლექსიებით და coaching სესიებით, თან მულტიფუნქციურია, მულტიფორმატულია თან. და ესე ბევრ სხვა დღესაც ველაპარაკე ერთ-ერთ ხელმძღვანელს, რომელთანაც ინდივიდუალიზებული coaching-ის სესიები ჩავნიშნეთ და 3 სესია ჩავატარეთ და თქვათ 5 ქონდა თავიდან განსაზღვრული და აი რო ვკითხე რომ აბა თქვათ ამ ზაფხულში საერთოდაც როგორ ფიქრობ გჭირდება შინაგანი ხმა რას გეუბნება ხო ისე თქვათ იმიტომ შინაგანი ხმა ძალიან მნიშვნელოვანია მითხრა რომ არავითარ შემთხვევაში არ მინდაო რომ ესე იგი შევწყვიტოთ ეს პროცესიო აუცილებლად გავაკეთოთ და საინტერესო საუბარი მე ესე იგი მოება ამას რის თქმა მინდა ცვლილებების სწავლოთ ცვლილებებს. მოდი ესე ვთქვათ რა, მაინც გეუნეულია და აქაც ვართ სწავლის ფორმატში, ჩვენ კი ესეთი ტრაბახი გამოყვა ამ ჯერ კიდევ საბჭოთა იმიდან პერიოდიდან რომ ცხადე უნიკალური გამოცდილებების მქონე ხალხი ვართ და მილიონარი პრობლემის მართლაც ძველი ხალხი ვართ და აი მილიონი პრობლემის სხვადასხვა ტიპის პრობლემის გადამჭრელი და დიდი გამოცდილებების მქონე. თუმცა ისიც ვთქვათ, რომ ეხლა ვთქვათ ორგანიზაციული კორპორაციული ცვლილებების დიდი გამოცდილება არ გვაქვს რა, ესეთი თანამედროვე ტიპის ვთქვათ კორპორაციული ტრანსფორმაციები არ არის ხა ეს მაინდა-მაინც ჩვენი ძლიერი მხარე და გამოცდილების ძლიერი ნაწილი. სწავლობთ ამას. მე ვიტყოდი რომ სწავლის პროცესში ვარ. გაწაფვის პროცესში ვარ, ისეთ გაწაფვის პროცესში. ყველაზე კარგი ის არის რომ ასეთი პროექტები მრავლდება საქართველოში. მრავლდება საქართველოში ტრანსფორმაციული პროექტები. თანდათანობით ჩვენს გამოვდივართ აი რეაქციულ ხო რეაგირების დონიდან. თუმცა ჯერ კიდევ ისეთ ზოგჯერ ბავშვობისა და მოზარდობისა აი ავტორიტარული და ზედმეტად ეგოცენტრულშიც ვახსენე კიდეც, მაგრამ აქედანაც ნელ-ნელა გამოვდივართ, იმიტომ რომ ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა, უამრავი ტრენინგი ჩატარდა, უნივერსიტეტებში სილაბუსებში კონტენტი თანდათანობით იცვლება, ამ ყველაფერს უცხოეთში ბევრი ხო სწავლობს ამ ცვლილების მენეჯმენტს და ლიდერობის ესე იგი პრაქტიკებს. და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა რაღაც აკუმულაციას იწვევს, პლუს დროც გვაჩქარებს ძალიან და გთხოვს ამას, რომ ადაპტაციის ციკლები დავამოღამოთ, მოდი ესე ვთქვათ და ის თამაშებიც თქვენ რო ახსენეთ, სხვა დანიშნულებით არ გაგვიკეთებია. სწორ ის ელემენტები, ის მომენტები, როდესაც უცებ ხო ჯგუფში რაღაც ისეთი მოულოდნელი სრულიად რაღაც ფრუსტრაცია შეგვაქვს ან არასასურველი სურპრიზი ან უცებს ამ ადამიანს გამოვცვლით ჯგუფში და ახლა მოდი ასე გააგრძელე. ეს ყველაფერი სინამდვილეში ხო რა რისთვის არის რომ ჩვენმა ნეირონებმა აი მენტალური მზაობა იყოს მომართული მუდმივად იმისთვის რომ რაღაც ახალ ვითარებას, ახალ ინიციატივას, ახალ კონკურენციას ოჩახად შეუდგე. რას ურჩევდით იმ ლიდერებს, ვინც ახლა იწყებს საკუთარი ცნობიერების განვითარებას, როგორ უნდა დაიწყონ შინაგანი ტრანსფორმაცია პრაქტიკულად? რა რჩევას მიცემდით? რითი დაიწყონ? კარგი ის არის, ხო? ავტორები გვეუბნებიან, რომ ისევ რეფლექსიას მე ხრაც მახსენდება, აი უცებ ჩაურბინე შინაარს კიდევ ერთხელ და ისევ რეფლექსიასთან მივდივართ. ერთ-ერთი საუკეთესო რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ისევ რეფლექსია. დღის ბოლოს, კვირის ბოლოს, აი როგორც მოგვიხერხდება. მე მიყვარს დილით სხვა შორის. მე ძალიან მიყვარს დილის რეფლექსია. სიჩუმეს სიმშვიდე არავინ. პირდაპირ გეტყვით შხაპში. ჩემი რეფლექსია, აი ესე იგი შხაპის ფონზე მიმდინარეობს. ჩემი საყვარელი, შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რა მონაკვეთი არის ეს რეფლექსიური პერიოდი, აი ეს ესე იგი ამ წყლის ჭაულთან ერთად, თორემ მოაქვს ამას რაღაცა რა მნიშვნელოვანი ძალიან ეპიზოდია ჩემთვის ყოველ დილით, აი დილის რეფლექსია ჩემთვის არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ იქ ნახეთ, იქ ხდება ორი რამე. ერთი ჩემი კოლეგა, ხო, როგორც იტყვის ხოლმე, ისევ იმ პროექტიდან გამახსენდა ახლა, როცა მეცნიერი ისვამ შეკითხვას, რატომ?
ხო, მეცნიერის სხვა შეკითხვას რატომ ხდება რაღაცა რა? სწორედ ასე და არა სხვანაირად. ინჟინერის სხვა შეკითხვას როგორ? ხო? ეს არის ორი ესეთი განსხვავებული აზროვნება. მენტალური მიდგომა სამყაროსთან, ან ფენომენთან, ან პროცესთან, ხო? ანუ თქვათ რაღაც პროცედურასთან. და აი ეს რატომ რეფლექსიები აუცილებელია როგორზე გადასასვლელად. ჩვენ უნდა გაიგო რატო ხდება, რომ მე ისე what so what now what, ხო, ისე ვიქმედივართ, ესე იგი, რა ხდება, რატომ ხდება ასე და რა შეგვიძლია გავაკეთოთ. და აი სანამ აი ამ საინჟინრო კრეატივამდე მივალთ და კრეატივს სწორედ ამიტომ ვამბობ შორის, რომ ცოტა მინდა რომ ცოტა გამომიჯნო ეს ტერმინი სახელოვნებო კონტექსტიდან. ხო, აი ამ დატვირთვიდან რა დიდი კონოტაცია შემოქმედება მაინც უფრო ხო პოეზიას, თეატრს, ფერწერას და ეს დრამებს უკავშირდება და სინამდვილეში საინჟინრო კრეატივზე თუ ვილაპარაკებთ და სწორედ ამიტომ ვიყენებ კრეატიულობას და ის ეხება ნახატის შექმნასაც, ხიდის აგებასაც და გადაწყვეტილების მიღებას, მენეჯმენტ, რაღაც ბიზნეს გადაწყვეტილებასაც. იმიტომ რომ საბოლოოდ ყველაფერს რაღაც სტრუქტურა აქვს, ხო, შინაგანი. და ამ სტრუქტურასთან მუშაობ. და აი ეს რეფლექსიური აზროვნებაში bis ჩვევაში გადატანა, მოდი ესე ვთქვი, ჩვევაში გადატანა არის უკიდურესად ძვირფასი კომპეტენცია, მე ვიტყოდი ესე. მოდი ჩვევას ვიტყვი მაინც. ჩვევა, რომლის ბადალი უბრალოდ ლიდერობაში არ არსებობს. ამაში ძალიან ღრმად ვარ დარწმუნებული და ამის გამომუშავებისთვის პირველ რიგში აუცილებელია დროის გამოყოფა. დრო გამოყოფა ამისთვის. აი რამდენიმე წუთიანი მაინც და ისევ კლასიკური შეკითხვების დასმა. რა პროცესში ვარ? ან თუ რაღაც მოხდა კონკრეტული და ემოციურად, ხო, რაღაც ემოციური იმპულსები მოიტანა, ტალღები მოიტანა, რა მოხდა, რატომ იყო ჩემი ემოციური რეაგირება სწორედ ასეთი, ხო, ანუ ჩემში რა მოხდა, და შინაგანი თამაშიაო, ხო, ლიდერობა პირველ რიგში და მერე გარეგანი, კი. ესე იგი რა გამოიწვია, რას გვიქადის მე და გუნდს ჩემი ასეთი რეაქცია. ნახეთ და საკმარის ესეთი შეკითხვა დავსვათ 1-2 და ჩვენი ვორქშოპები ის ორგანიზაცია Teamboats-ებს საუბრობ, ხა სწორედ ამისთვის შეიქმნა, რომ ჩვენ რეფლექსიური დებრიფები არის ყველაზე მთავარი. ჩვენ ათასნაირ რაღაცას ვაკეთებთ, მაგრამ მთავარი მერე არის, რომ რა მოხდა, რატომ მოხდა და როგორ შეგვიძლია შემდეგი ხდომილება უკეთესი გავხადოთ. დიალოგი საკუთარ თავთან. და ურჩევენ ახლა ძალიან ცნობილი გავრცელებული პრაქტიკა სეირნობა, ხო, აი ახლა walking tour-ები ძალიან ესეთია, ტრენდულია. მართლაც ძალიან სერიოზული ამბავია. და ვიცი, უბრალოდ სავარძელში ჩაჯდომა და ამ შეკითხვების დასმა. აი, შეიძლება ყავითან ამის გარეშე. რა ვიცი, ათასნაირად შეიძლება ამის დღიური ჩანაწერები. აი ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი და ეფექტური აქტივობა ნაყოფიერი არის სამწუთიანი წერა. სამწუთიანი წერა ხელის აუღებლად. აი უბრალოდ წერე. აი უბრალოდ წერე, ხო? ესე იგი უბრალოდ წერე და მე რო ვეღარ ვაჩერებთ ხოლმე. თავიდან მე უკვე პროცესში შედის, ხურდება რა ვარ და რაღაცა და მოდის და სინამდვილეში რომ მოდის და მე რო იღვრება რომ შენი მე ახლა რაღაცა ახალ მეტყველებაში გადავიდა და თურმე კარგია. რო თურმე აქ და გაურავმა იმ ჩემმა ჯაინმა მეგობარმა ეს იგულისხმა რომ აი ეს უფრო დიდია ვიდრე პირამიდა. კი. ბატონო პატა, ძალიან საინტერესო საუბარი იყო, რომ შევაჯამოთ მთლიანად ჩვენი საუბარი და მათ შორის რაში დაეხმარება ეს წიგნი ლიდერებს და გუნდებს. მაპატიეთ რა. ეს რო არ ვთქვა არ შემიძლია. ისევ რადგან დიალოგი ვახსენე, უმაღლესი ფასეულობა, რეფლექსია და დიალოგი. რეფლექსიური დიალოგები გუნდის წევრებთან. გუნდის წევრთან დაჯდომა, ამაზე უკეთეს ვერაფერს გავაკეთებთ. ერთი არის აი ეს ხო საკუთარი თავის რაღაცნაირად ესე გამოხატვა. რა? მეორე რეფლექსიური დიალოგი. აი როგორ ჩვენ ახლა საუბრობთ, ოღონდ ჩვენ ახლა მაინც დისბალანსში ვართ, იმიტომ რომ მე გაცილებით მეს ვლაპარაკობ გასაგებია რომ ფორმატის ის არის, ხო? თემა, მაგრამ პარიტეტული, ხო, ესეთი
პლურალიზმის და ინკლუზიური დიალოგებში ვარჯიში. ამაზე უკეთეს მე ჩემი ერთ-ერთი დიდი შემაფერხებელი ბოლო გუნდში იყო ეს, რომ ეს ვერ შევძელი. ამ წიგნში წერია, რომ თუ რამე ვერ შეძელი, ჯობს რომ თქვა, რომ რაღაც არ გამოვიდა. და სხვანაირად მიუდგე. ერთ-ერთი თქვა ჩემი ბოლო მცდელობებიდან, რომ და ადრე გამომსვლია და ვიყავი ძალიან გაკვირვებული და ფრუსტრირებული, რომ აქ ხო ამ ჯგუფში რატო არ გამომდის. იყო სწორედ ეს, ესე იგი, როცა წინააღმდეგობა გაუწია გუნდმა, აი ამ ჩემთვის კეთილი განზრახვით წამოწეულ დიალოგებს და ამ დიალოგებში ჩართვის მცდელობებს. ხო, ცხადია მე არავის ახლა ბრალს არ ვდებ ამაში, შეიძლება მე როგორც კოუჩინგის და ფასილიტაციის გამოცდილების მქონე ადამიანს და ადრე მსგავსი გამოცდილების მქონე ადამიანს უკეთესი ფორმატით უნდა შემეთავაზებინა ამის გაკეთება, მაგრამ მე პირდაპირ გეტყვით, საქართველოში სკოლა როგორც გვზრდის, უნივერსიტეტი რა ტიპის მაშიც ხო სწავლის ციკლებში გვაბამს, ორგანიზაციებში რა სახის მენეჯმენტსაც შეწყვდებით ხოლმე, ძირითადად ეს არის ჩაკეტილი ურთიერთობები. ეს არის ადამიანები მალავენ საკუთარ ინტერესებს. ადამიანები და ეს ცალკე დიდი თემაა, ახლა არ გვაქვს ამის დრო მესმის, მაგრამ მე მინდა რომ ეს თქვა რა. და ქართულ მენეჯმენტში ადამიანები ხო რაღაცნაირად აი მალავენ თავის ინტერესებს. ადამიანები და სხვა შორის ძალიან ხშირად უპირისპირებენ ასეთ ცდელობებს, ასეთ დიალოგურ და დისკუსიურ ცდელობებს უპირისპირებენ იმას, რომ იცი რა ბევრი საქმე გვაქვს და ეს რა უბედურება, როცა ამდენი საქმეა გასაკეთებელი და ამით ბევრს კარგავთ. მე ვარ ღრმად დარწმუნებული, რომ ამით ბევრს დავკარგავთ კიდევ საქართველოში. კიდევ ბევრს დავკარგავთ. ბევრი რესურსი შეეწირება ასეთ ყოფას ორგანიზაციებში და რაც მალე გავარღვევთ ამ თვით ჩახერგილობას მით უკეთესი, იმიტომ რომ და რაც მალე გამოვალთ აი ამ დიალოგური რეფლექსიების ველზე. მით უკეთესი. თუ რამეზე უნდა იმუშაოს დღეს ლიდერმა ჩვენ ქვეყანაში მათ შორის და არა მარტო. ბევრ ქვეყანაში მიწევს გუნდებთან ურთიერთობა და ეს არ არის ესეთი წმინდად ქართული პრობლემა. თუმცა აქ ჩვენთან ამას კულტურა კიდე სხვანაირად იმაშვება, ხო, ხერგავს ასე ვთქვათ. ისტორიულადაც ლიდერის ფუნქცია ყოველთვის გაერთიანება იყო, საერთო ენის მოძებნა. რო შევაჯობოთ ჩვენი საუბარი. რაში დაეხმარება ეს წიგნი ლიდერებს და გუნდებს და თქვენი თავი სათქმელი რა იქნებოდა გამოცდილი დამწყები ან მომავალ ლიდერებისთვის, რაც უნდა მიაქციონ განსაკუთრებით ყურადღება. მათ შორის ამ წიგნიდან შეგვიძლია მეურჩიოთ. მე ისე გამომივიდა, ახლა ბოლოს რაც ვლაპარაკე. პრინციპში ეგრე. რაღაცნაირად დავასწარი მე მგონი ამ შეკითხვას, ხო, რაღაც პასუხი დავასწარი და ამ წიგნიდანაც და ჩემი ძალიან ღრმარწმენიდანაც და გამოცდილებიდანაც და პარალელურად იმ ლიტერატურიდანაც, რომელიც ამ წიგნამდეც დაბეჭდილა, ხო, თუ გამოქვეყნებულა და ამ წიგნის შემდეგაც მაინც მივდივართ იქ, რომ აი ახლა ბოლოს ნობელის ხო პრემიის ლაურეატები, რასაც წერენ ეკონომიკაში ან ისა, ჩვენ ვერ ავწდებით ამ სიმართლეს, რომ ინკლუზიური ორგანიზაცია იყო, არის და იქნება წარმატებული და ნაყოფიერი და აი მოდი ესე ვთქვათ სწრაფვის ფორმატში სიკეთეების შემქმნელი იქნება ინკლუზიური ორგანიზაციები. იქ სადაც ფერხდება ეს, ფერხდება სწრაფვა, ფერხდება მაღალმოსწრებაზე გასვლა, ფერხდება გუნდური აზროვნება, რა ვიცი, აი ხო ინკლუზიური ცხადი არა იმ გაგებით, რომლითაც ჩვენ განათლებაში ვიყენებთ დღეს ამ ტერმინს, ხო? ეს არის უფრო ესეც სპეციალური საგანგებო საჭიროებების მქონე ბავშვებზე ვამბობთ ხოლმე ამას თქვა სკოლაში და ინკლუზიურში გაცილებით უფრო ფართო გაგებით ამ ტერმინს ვიყენებთ ახლა რა თქმა უნდა. ეს არის თემი, ეს ორგანიზაციის თემია თუ ოჯახური თემია თუ რომელი თემიც არ უნდა ავიღოთ, თუ თემი როგორც თემი, ეს არის თემი, რომელშიც ყველა ადამიანს უჩნდება სურვილი რომ თქვას სიტყვა, გააზიაროს გრძნობა
და რაც მთავარია, დაბადოს პასი გადასცეს თავისი ინიციატივით სხვა თანაგუნდელებს თუ თანამოთემეებს, მოდი ესე ვთქვათ. აი ეს იქნებოდა ამ წიგნიდანაც და პირადად ჩემგანაც. ბატონო პატა, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან სიღრმისეული საუბრისთვის. მადლობა. ჩვენ კი გამოგვივიდა. კი, ძალიან კარგი გამოვიდა ჩემი აზრით. ჩვენ კი ამით დავასრულეთ გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ნახვამდის.